მადუროს ნაცრისფერი Nike-ის სპორტულები, რომელიც მადუროს დაკავებისას ეცვა, ოფიციალურ საიტსა და დიდ მაღაზიებში 24 საათში სრულად გაიყიდა. გაიმართლა. ჩემი მოკლე აღწერა ეგეთი იქნებოდა. ერთხელ თავად როლის შემსრულებელი ვინც იყო ჯეიმს განდოლფინი ტონის როლის შემსრულებელთან ზარი განხორციელდა ღამის 3 საათზე უცნობა მამაკაცმა დაურეკა რომელსაც ტიპური ნიუ-ჯერსელი მაფიოზის აქცენტი ჰქონდა წყალმცენარე სალამი სადარი სალამი სადადეო სალამი სადარიო გამარჯობა. პოდკასტ მუსკულებს, გვანცა და გიორგი. 2026 წლის პირველი ეპიზოდი და თემაც ამასთან დაკავშირებით გვაქვს, ძალიან საინტერესო, რა გველოდება 2026 წელს. სოფლიო მასშტაბით, ხო, დღისთან ეს იქნება. პატარა მოკვლევა გავაკეთეთ, რაღაცები, წავიკითხეთ, წამოვიკითხეთ და ამას მოგიყვებით, ხო? სხვა სფეროებში და სხვა სფეროებში, ხო, ბიზნესი, მოდა, ეკონომიკა, სპორტი, ხელოვნური ინტელექტი, რაღაც ეგეთი თემები რა. მანამდე გაგვაცანი გეგმა. ნიუსები გვექნება, როგორც წესი, ახალი ამბები. სამი საინტერესო ფაქტი გვექნება, რა თქმა უნდა. ჩვენი კრინჯი პოსტები გვექნება. Facebook-იდან. რადგან ეს არის ახალ წელს, ეს არის ხოლმე ეგეთი ტრენდია თუ რაღაცა, რომ რაღაცა კურიოზები და რაღაცები უნდა და. ხო, მე ალფი დაბურიალობს კაბელებში და მაგას ფაქსებს ყურადღებას მაგით ვერ გიყურებ და. დღეს გადაწყვიტა რაღაცა რომ არ დაიძინოს. ხო, ხმის კაბელებს ჭიდავება და ხმა არ გაფუჭოს. ხო, მოკლედ ჩვენი კრინჯი პოსტები, არ ვიცით ერთმანეთის რა იქნება, ხო, აი დღეს ვარ დავპოსტავდით ეგეთი. ხო, ეგეთია. თამაში გვექნება, ხო, თამაში გვექნება და რა თქმა უნდა რჩევები ბოლოში. კარგი, დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. ახალი ამბები. თამაში რა თამაში გვექნება? თამაშში გვექნება ესეთი whisper challenge. ხო, ანუ ერთი ადამიანი რო იკეთებს ყურსასმენს და უნდა გამოიცნოს მეორე ასამბლს ჩურჩულით. ესეთი ახალი ამბავი არის, ჯერ საახალწლო ამბებით დავიწყოთ. ბრუკლინის ხიდზე მოხდა საოცილო ამბავი, შეიკრიბა 1000-ობით ადამიანი. დაგეგმილი იყო, რომ იქნებოდა ფეერვერკი, ძალიან დიდი სანახაობა. და ყველას ესე ამოღებული ტელეფონები და 3, 2, უბრალოდ დიდიდან დაიწყეს 10-დან თუ 20-დან თუ რაღაც ათვლა და ახალი წელი დადგა და ფეერვერკები არ გავარდა. აღმოჩნდა რომ არც არავინ არ აპირებდა ფეერვერკების როლას. მართლა? ვიღაცამ დატროლა ეს ხალხი და პოსტები დაიდო სოციალურ ქსელში რომ აი ბრუკლინის ხიდზე იქნება მაგარი ამბები და იქ შეხვდით ახალ წელს და ეს ხალხი მივიდა და არაფერიც არ მოხდა. ანუ ფრენკი იყო? ხო, და ვიდეოც არის მაგისი რა და ამოვანათებ და ხო, არ ვიცი, ვიღაცამ არ ვიცი რა, რატომ დატროლა ეს ხალხი და ძალიან მომწონს ეგ ამბავი. იმიტომ რომ არ ვარ ფეიერვერკების მომხრე. აი ჩვენი ალფიც ისეთ შეშინებული იყო ახალ წელს. იცი, აი ჩემი სუბიექტური აზრით არა მეგონი გამოთქმა არ ვარ. ხო, ის ჩემი აზრით ისეთ სუბიექტურია, მაგრამ აი რომ ამატებ კიდე რა, რომ ვიღაცა არ შემოგედაოს. არაფრის მომცემი არ არის რა. აი ფეიერვერკი რა არის? რატო შვები მაგას? რატო აფეთქებ რაღაცას? ხო, არ ვიცი, მეც რო გითხრობ დიდათან რაღაცა სიხარული მემატება, ანუ რაღაცა ვერთობი მაგრა, რაღაცა ეგეთი არა. თან იცი რა არის, ბევრი ცუდი რაღაცა მოყვება მაგას რა. ეს რო იყოს, რომ კაი, უბრალოდ ფეიერვერკი გავუშვი და არაფერი, კი ბატონო, მაგრამ აი ბევრი უარყოფითი რაღაცა მხარე აქვს რა. ხო. და აქეთ რეალურად არის ის, რომ მარტო ვაიმე, აი გავუშვი და ფერადია და ლამაზია. აი მეტი არაფერი, აი მაგის გარეშეც ხო მოვიდა ახალი წელი და ხო მოვა და შეხვდები. მაგრამ ვისაც ცხოველი არ ყავს და არ ყოლია, ის მაგას ვერ ხვდება რა. იცი რა, მე ცხოველი მყავს 1 წელია. ხო. მაგრამ მანამდეც ხო, ну აი შეიძლება იმას არ მერას მომფიცი, რომ აი ცხოველებს ეშინიათ და რაღაცა ეს არის ხოლმე რა ვერ ხვდებიან ადამიანები, რომ აი რა ეშინია ეგეთი რა მოხდა ცოტა ხანი ხმა იქნება გარეთ რაღაცა და ის იქ ხო არის. არა, ცდილობს, მაგრამ არ მგონი. ხო, აი ალფი მაგალითად ფეხსაცმლის კარადის ქვეშ შეძრა და სანამ ფეიერვერკი არ დამთავრდა
და არ გამოდიოდა და მერეც რო დამთავრდა, ეს დაფეთებული დადიოდა და აქეთ-იქით იყურებოდა. ესე აბა კიდე რამე ხო არ ხდება და 2 დღე იყო შეშინებული რეალურად. ან მეორე დღესაც შეშინებული იყო. ხო, მე ცხოველების პატრონები მოკლედ ცხოველი რო ყავს, რომელზეც უკვე ზრუნავდა ესეთი ემოციური კავშირი გაქვს, მე ხვდები რამხელა ის არის რა. შემდეგი ამბავი. ესეთი ფაქტი იყო, რომ ჰონკონგიდან აფრინდა რეისი ახალ წელს და დაჯდა ლოს-ანჯელესში და ჰონკონგიდან რო აფრინდა უკვე 2026 წელი იყო, ანუ პირველის ნახევარი იყო ღამე და ლოს-ანჯელესში დაჯდა ისე 2025 წლის 31 დეკემბერი იყო. იმიტომ რომ სხვაობა არის 16 საათი და ეს თვითმფრინავმა ეს რეისი გაიარა 13 საათში. ეს არის რაღაც Cathay Pacific ეგეთი ის არის რეისი 880. და ანუ ესე იგი 00 საათზე 34 წუთზე გაფრინდა ჰონკონგიდან. უკვე ახალი წელი იყო დამდგარი. და ლოს-ანჯელესში ჩავიდა იყო 21 საათი და 28 წუთი. ხო. გიზე იმეს გამოფრინდნენ, ჩაფრინდნენ და კიდე 2 საათში მე ისევ ახალი წელი. დროში იმოგზაურეს. ო, დროში მოგზაურა. თან ის კი არ არის რაღაცა ამ რაღაცა ერთ სასაარტო სარტყელში შეხვდი იქვე იდექი საზღვარზე, პირობით საზღვარზე და გადახვედი და იქ ანუ 13 საათი იყვნენ თვითფრინავში. წარმოიდგინე, მთელი დღე ფაქტიურად. და ჩამოვიდნენ და ისევ 2025 იყო რა. ხო. მაგარი უცნაური ის იქნებოდა. კი, ეგეთი ისინი მიყვარს ძალიან ამბები. 9 სასაარტო სარტყელი გაიარეს. და ტექნიკურად წასვშტაბდნენ. მაგარი იქნებოდა მაგ თვითფრინავში ჯდომა. ხო. სულ უცხოური ამბები გვაქვს ისე? არა, სულ უცხოური არ არის. მოგბეზდა უცხოური ამბები. 1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ესე ჩემი ქართული ის. ეს პოსტი მე შემხვდა და ემხრობი ამ ახალ ამბავს. აუცილებლად. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. განმეორებულ შემთხვევაში 200 და მერე კი თუ გამოიწვევს 300 და ესე, მაგრამ მარტო ესე წერა რა, ანუ სადაც ვნახულობდი ამ ახალ ამბავს, ესე წერა მარტო და ეს ხმაური რას გულისხმობს, ანუ ხმაურზე უკვე ჯარიმები არის. ეხა ეგ უნდა მეკითხა. ფაქტია იგრძნობა ჩვენ გზის პირას ცხოვრობთ და ისეთ ხმაური აღარ არის, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამის გამო ისაც აჯარიმებდნენ, მაგრამ ანუ კიდე დამატებით ხმაური იგულისხმება, ანუ სადღაც წავიკითხე ესეთი ყური მოკარი, ხმამაღალი სიგნალი სადაც არ არის საჭირო, ხმამაღალი მუსიკა, ანუ ესეც შევაო, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. აი სიგნალზე და მუსიკაზეც ის ვარ მომხრე ვარ რა. რაღაცას აი სიგიჟე ხდება. ძალიან ხმამაღლა რო აქვთ ხოლმე მუსიკა აწეული. ხო იმ დღეს შუქნიშანზე ვიდაქით და კაბრიოლეტით მოძრაობდა. ხო აი კოკოს მანქანები და ჩამოივლიან ხოლმე და ხმარო არის ეგეთი ხმაზე დადიოდა ეს. ბევრად ხმამაღლა იყო, იმიტომ რომ კოკაკოლას ქარავანმა ჩაიარა და ეგეთი ხმაური არ ყოფილა ჩვენს სახლთან. ხო. და ამ ადამიანმა რო ანუ თან შუქნიშანზე გაჩერდა რა და აი მთელი ქუჩა იმას უყურებდა. ხო, მაგიტომაც მქონდა ჩართული, რომ თელ ქუჩას ეყურებინა. ხო, მაგრამ არის რაღაცები, იყო დრო რომ მეც ესე ხმამაღლა ვრთავდი ხოლმე, როცა სტუდენტი ვიყავი და მანქანა ყავდა და ახალი მაგიტოფონი ჩავაყენე, მიხაროდა. და ვონთ ძალიან მალე მომბეზდა და მივხვდი რომ სისულელს ვაკეთებდი ამ ხელხმაზე. ანუ აი რაც შესაძლებლობა ჰქონდა, ბოლომდე ჰქონდა აწეული და დავიღალე მალევე დავიღალე და გავანებეთ. მივხვდი რომ სხვებსაც ვაწუხებდი და კიდევ კარგი მაშინ არ გავიცანით ერთმანეთს. მეც ვარ დავნაშავე ეგეთ რაღაცაში. აი ალფი გამოჩნდა. ალფი გამოჩნდა, მაგრამ აი უშნოთ ფათურობს განათებას აუღურებს ახლა. გამოდი. ფათუთა. ხო და რაც შეეხება ხოლმე ამ ხმაურთან დაკავშირებით რა, რაც მეტი, რაც უფრო მეტი რაღაცა გაკეთდება იმისთვის, რომ შვიდად და წყლარად ვიცხოვროთ. ხო, ისედაც აგიჟეთში ვცხოვრობთ და ახლა ეს კიდე დამატებითი ის არ გჭირდება. მით უფრო კარგი იქნება მოკლედ რა. მე ვემხრობ. ამ იმას ემხრობი. გადავიდეთ ისე მსოფლიოს დაუბრუნდეთ. ისეთი არაფერი არ მოხდა ახალ წელს მეტი აქვს ჩვენთან. ძირითადად გოზინაყებს და ხო, ძირითადად წონა მოიმატა, ანუ ქართველი საქართველოს მოსახლეობის საერთო წონა გაიზარდა. ალბათ ერთი 10 არა, მაგრამ ერთი 3-4%-ით გაიზრდებოდა რა. კი. კიდე იყო მაგარი ამბავი, ესეთი ცოტა სურეალიზმი რო ხდება ხოლმე რა სოფლიოში რა, ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მეორე ქვეყნის პრეზიდენტი რო დააპატიმრა. ხო. ამერიკის პრეზიდენტმა დააპატიმრა ვენესუელას პრეზიდენტი მადურო. ხო. არ იყო კაი კაცი, ცუდი კაცი იყო, სავარაუდოდ იმსახურებს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ფაქტი რო უყურებ, ესეთია რა, უცნაური არის რა.
სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რო აკავებენ. თან მე ტრამპმა მოყვა თვითონვე იქ ფოტოებს დებდა მარიაჟობდა რო აინახეთ როგორი დაპატიმრებული მოყავს ხელბურკელებით რო იყო თვითფრინავში მე მოყვა რო ჩვენი სპეციალური სამხედრო დაჯგუფება რო აპატიმრებდა ბუნკერში შესვლაც სადაო და კარების ჩაკეტვა ვერ მოასწროა და ჩვენ შევასწარით და გამოვიყვანეთ და მაგრამ მაინც ჰქონდაო იარაღებიო ისეთი აღჭურვილობა ერთიც იმ ბუნკერსაც ბუნკერში შევაღწევდით და მოკლედ ნუ აი ხო რა ის რო არის სერიალში რა ანუ ფილმში რო უყურებ რომ რაღაც გარბის უნდა შეასწროს და ჩაკეტვას რო ვერ ასწრებს და მიასწრებენ აი ეგეთი რაღაცა მოხდა რა ეხა არ გიგონოს რომ არ გისმე რაღაცას ვეძებ უბრალოდ რაღაცა ჩაგიგდე არ გინახავს რა თქმა უნდა მაგასთან დაკავშირებით მადუროს ნაცრისფერი ნაიკის სპორტულები რომელიც მადუროს დაკავებისას ეცვა ოფიციალურ საიტსა და დიდ მაღაზიებში 24 საათში სრულად გაიყიდა კაი მართლა ეს კომენტარი მომწონს თქვით ვინა ეს მადურო მეტყვის ვინმე შეურნაძის თეთრი მაისური გამახსენდა რაღაცა წერს ეს ნაიკის სპორტულები ალბათ იმიტომ ეცვა რომ გასაქცევად ემზადებოდა მაგრამ მაინც ვერ გაასწრო ყოფილა ნაიკი ისეთი თლაც ისეთი კაი ხო just do it ტრამპზე გვაქვს კიდე ერთი მაგარისას ამბავი აბა Wall Street Journal-თან ქონდა ინტერვიუ და თქვა რომ ვარჯიშია მოსაწყენი არის მე ვარჯიშობ მეზარებაო და მაგარი მოსაწყენი რაღაცა არისო და სამაგეროთო 325 მგ ასპირინს ვსვავ ყოველ დღეო და ყოფნისო რომ ჯანმრთელი ვიყო რა შუაშია არ ვიცი ესეო ანუ იმუნიტეტი ისა რა ვარჯიში ხო მისცა რომ იმუნიტეტი ძლიერი და კონდეს და ჯანმრთელი იყო და ასე შემდეგ და ეგ არ არის საჭირო ერთი ასპირინი დღეში ხუხეო და ეგ არის რა აი ძვემა თაობამ რო იცოდა ზუსტად ეგეთი ისა ჭაჭადალია და წესიქრები რა 100 გრამი 50 გრამი ჭაჭადილი დაუწყი და ბაცილებს ყავს აი ეს ზუსტად ესე გამოვიდა თან დღიური დოზა რეკომენდებული არის 81 მგ ხო და ეს 325 მგ-ს ყურწავს წარმოიდგინე არ მჯერა რომ ეგეთ რაღაცა უბრალოდ რაღაც სიგიჟეებს ამბობს მე მგონი და გადაობს თვითონ ალბათ არ ვიცი ხო ექიმებო მირჩიეს ამდენს მუშაობ მაგრამ მე მაინც ვსამოდა მაგრამ ადრეც გამოირჩეოდა ერთი ბევრჯერ უთქვამს რაღაც ისულელეები და ხო და მაგას ვამბობ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მაგიტო ამბობს რომ მე ესეთი ამბავი მოყვეს რა რაღაც დააბრეხვებს რაღაცას და ლაიქებისთვის აკეთებს ხო აი ერთობა აი მგონია ხა ეგეც ისულესაც არ იტყვი რომ ხახმა მე ანუ მისთვის იმიჯიც ხო მნიშვნელოვანია თვითონ თუ არ თulides არ მგონია თქვას რა ალბათ რა ხო და მარტო გოლფს თამაშობ ფიზიკური აქტივობა მაგით შემოიფარგლებაო ჩემი გოლფი არ ვიცი გოლფი არაფერი აქტივობა არ არის მიცდია გოლფის თამაში და არ არის ადვილი სხვადასხვა იმის მოქნება და გარტყმა ეს ჭირდება მოხერხება და სპორტუ მოქნილობა ჭირდება რომ ის გაატყაოს გოლფს რო თამაშობენ აი ის როგორი გაწყებილებიც იწყებენ თამაშს აი ესეთივე ლამაზი ვარცხნილობით და ეს ჟელე რო უსვიათ ხოლმე მდიდარ მეებს რა ქვია ადამიანებს ესე ხო დაახლოებით ბილიარდებით არის რა ანუ აი ფილმებში ვარჯიში ჭირდება მაგრამ უკვე თვითონ თამაშის პროცესში იმდენ ენერგიას არ ხარჯავ ფილმებშიც რა ჩვენებენ ხოლმე აი ფილმში მაინც ხო შეიძლება რაღაცა ისე იყოს რა ანუ გადავლებასაც კი არა ჩვენებენ ხოლმე გინახავს რომ აი გოლფი ვითამაშეთ და ახლა წყალი ვიბანაოთ უნდა სხვადასხვა კი კარბიურ ენთუზიასტში ძალიან ხშირად თამაშობენ ხოლმე გოლფს და მე გასახდელს შეგახსოვს დუშები არის და გასახდელში იცვლიან უბრალოდ ტანსაც არა იქ ვანაობაც არის ხოლმე პირსახოცები და რაღაცები მახსოვს რომ არის შემარჩინა ერთი სიტყვა კინოებიდან გამოვიდან დასკვნას მაგრამ და კიდევ ერთი საინტერესო ამბავი იყო ტოკიოში ისევ გაიხსნებაო მაღაზიაო სადაცო მსურველები შეძლებენ ნივთების მოპარვასო ესეთი მაღაზია იხსნება hidden in Tokyo ესე ქვია და მოკლედ 1000 იენს გადაიხდი დაახლოებით $7 შედიხარ და რაც გინდა მოიპარე ამოთ მოიპარე არის რომ ან ხალხი შესულია ამოთ ისე უნდა ჩუმად უნდა ქნა ხმაური არ გამოიწვიო ისე აიღო თაროდან რომ კამერემა ვერ დააფიქსირონ დაცვა ვერ დაინახოს თუ დაგინახეს გამოგაგდებენ რა ხო მოკლედ აი ესეთი ის არის რა პროცესს გადიხარ თუ ვიღაცა აქ მოპარვის სურვილი და კლეპტომანია და ასე შემდეგ ეს არის ხო ალბათ მაგრამ შეიძლება კლეპტომანებს არ გავუსწორდეთ რომ იციან რაღაცები ხო ეხა ეგ ხო მაინც ეგ არის რომ არ შეიძლება შენ თუ ფული გაგწინეს და გადახდილი და იგივე ყიდვა არ არის ხო ამშობა ხა იქ არ დაგინახოს ვიღაცა ხო იციო ტყუილია ხო არა მაგრამ შეიძლება უფრო მეტი რაღაცა იყოს $7-ზე მეტი რაღაც ნივთი ისე თუ ვერ დაგინახავენ რა
ან თუ მართლა მოიპარავ, შეიძლება მოიპარო რა. და ეს გაგრძელდება 13-დან 16 მარტამდე. რატო? ანუ ეს გახსნიან არა, სულ არ იქნება, რაღაცა ის არის რა. ღონისძიება არის ესეთი. პერფორმანსი თუ ინსტალაცია თუ არის ფესტივალი. სოციალური ინსტალაცია, არ ვიცი რა ქვია მას. მოკლედ, ის ტოკიოში აპირებს წასვლას, ავაროდოთ იქ იქნება 13-დან 16 მარტამდე წელით რაღაცებსაც მოპარვასაც შეძლებთ. აი ესეთი ამბები იყო ამ ახალ წელს. კარგი ამბები იყო. ხო. მომეწონა სახალისო და თან საინტერესო. ეხლა რომ ეს დავიწყეთ პირდაპირ მივარდით და ნიუსები და რაღაცა. ჯერ კიდევ ახალი წლებია. მიგველოცა ხალხისთვის? ხო. ან შამპანური ატوار გვაქვს. ნუ ჩვენ მოვილიეთ რაღაცა შამპანურობანები და რაღაცები და თან ეს წესით ეს პოდკასტი რო იდება შობის ღამეა. ანუ შობა თენდება. ხოლ დავდებთ სავარაუდოდ, ხო. მაშინ აქვე მაყურებელს კითხვა ტრადიციული რა სხვა კითხვებს ვსვამთ ხოლმე. მე აპინვა გვავიწყდება. მოგვიანებით ავპინავთ და დაიდება და იმ აპინვაზე რო გვიპასუხოთ. კითხვა არის ესეთი. რას დაამატებდით, ანუ რის ნახვას ისურვებდით ჩვენს პოდკასტში? ან რის გამოკლებას? ეხლა ვიღაცამ უნდა დაწეროს, რომ იცით ეს გოგო აღარ გვინდა რა. ხო, ერთი წამყვანი იყოს მარტო. მოდი ესეთ რაღაცა არ დაწეროთ. ხო, აი, უფრო რჩევა რომ მოხდეს. გიო მან თავისუფლებს სამსახურით. ხო, მოგვეცით რჩევები, განურ რჩევებს ვეცდებით გავითვალისწინოთ. დანარჩენებისთვის მადლობელი ვიქნებით. დალაიქებთ, ყველას დავალაიქებთ, დაუგულავთ. ხო. რო გაგულანძღონ? რა არის საერთოდ? რო გაგულანძღონ ბანი მოხდებათ. ლანძღვაზე, კრიტიკაზე არა, ლანძღვაზე. ხო. აქვე შეგახსენეთ პარე, რომ გამოიწერეთ, გამოწერის გლაკს დაარტყით ხელი. ძალიან დაგვეხმარება. ძალიან გვჭირდება გამოწერები განსაკუთრებით დასაწყისში პოდკასტის, რომ ეს პოდკასტი ეს სიცოცხლის უნარიანი იყოს და რაღაცა აზრი ქონდეს ამის კეთებას, გამოწერების ზრდა თუ არ იქნა. ხო, ისე აზრი არ იქნება. პოდკასტის გაგრძელება სადღაც მოგვიწევს გაჩერება, თუ არავინ თუ დავინახეთ რომ არავინ არ უყურებს, სპონსორებმაც დაინახეს პოტენციურმა მომავალმა და ასე შემდეგ. ამიტომ თქოთ გამოწერას დააჭიროთ ხელი. ასევე გათამაშება გვაქვს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 1000 გამოწერაზე რო ავალთ, გავათამაშებთ აი რაღაცებს. ფოტო პრინტერს, ეს პატარა პორტაბელურ ფოტო პრინტერს თავის კარტრიჯით და კიდევ პატარა ფოტოაპარატით, ესეთი ერთჯერადი ფოტოაპარატები ქვია მაგას მე მგონი მოკლედ. ერთჯერადი რა თუ ქვია? ან პირს ვერ უცვლი რა, გადაიღებ და სოეგ არის რა. მართლა? ეგ არ ვიცოდი. ამი რა ზუსტად გამოვიყენებია და ამიტომ არ ვიცი ზუსტად. კაი, გადავიდეთ. გადავიდეთ დღის თემაზე. ხო, პროგნოზები 2026 წელს რა გველოდება? რა გველოდება 2026 წელს? სოფლიოში. კი ბატონო. დავიწყო? დაიწყე. ხო, აქ ესე არის სპორტში რა იქნება, ძირითადად სოფლიო ბიზნესში რა ტრენდები იქნება, 2026 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები რა იქნებაო. მაგის ის გავაკეთეთ მე პატარა მოკვლევა. აფიმ ჩაიკროლა. კიდე რა ახალი სერიალები გამოვა? ძველებიდან რა გაგრძელდება სეზონები? მოდაში რა ამბები იქნება? მაგაზე შენ მოამზადე. კი ბატონო. და მაგაზე შენ გვეტყვი. მოკლედ დავიწყოთ სპორტში. წინასწარ ვახსენეთ რომ 2026 წელს FIFA World Cup, ანუ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ამერიკა, კანადა და მექსიკაში. პროგნოზი ასეთია რომ ესპანეთი და არგენტინა შეხვდებიან ერთმანეთს, ეს ორი ფავორიტია, იმიტომ რომ არგენტინა წინა მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი ევროპის ჩემპიონი. აი ესეთი მარტივად გადაწყვეტეს ვინ იქნებოდა ფინალში ვინ გავა სავარაუდოდ და ზოგიერთი ხელოვნური ინტელექტი თulis რომ ესპანეთი მოიგებს 2-1-ს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რაღაცა იქ ერთა ლიგა რაღაცები სტანდარტულად იქნება. ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია დვალიშვილის ბრძოლა იქნება აუცილებლად, ქამრის დაბრუნებაზე აუცილებლად დაიბრუნებს. კამერას დარწმუნებული ვარ, თოფურიას ბრძოლასაც ველოდებით, ალბათ 26 წლის მეორე ნახევარში უფრო. და მოკლედ ესეთი ამბები იქნება სპორტში. დანარჩენი ხარ მოხდება, არ ვიცით. ყოველთვის არ მიყვარდა ხოლმე სოფლიო ჩემპიონატის პერიოდი, ხო. ხო, საინტერესო ხდება რა. აი რაღაცა ესეთია რა. თემი სოფლიო რო ჩართულია რაღაცაში,
თან ისეთი ზაფხული და დასვენება და ლუდი ცივი და ლუდი ხო მე კი არ მიყვარს ზაფხული მაგრამ ფეხბურთი მიყვარს და ხო და ცივი ლუდი და ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ მე ეგ რატო არ ვიცოდი როგორ არ იცოდე აი ქვეყნებში ერთი იმიტომ არ გვიყურები ერთად სოფლიო ჩემპიონატისთვის ხო არ მოგვიწია ხო მაგრამ მე გიცოდი მოყოლილიც მაქვს რომ ძალიან ღრმა ბავშვობიდან დავიწყე ყურება იმის გამო ფერები მომწონდა რა ფერის ისინიც ეცვათ და და რონალდინიო არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ეგ ვიცი მეთქი ბარსელონას გამოიყო ეგა არა კარგი მოდაში რა ხდება ხო მე რაც მომეწონა ამ გლამორატიზე იტყვი თუ მე ვთქვა შენ თქვა მე რაც მომეწონა ერთი რაც წავიკითხე იყო გლამორატი იქნება ესეთი ხო და ეს გლამორატი რასნი ანუ რა ფენომენი თუ მოვლენა თუ არ ვიცი რა არის გლამურიდან მოდის ეთყობა რა გლამორატი გლამური არის იგივე ოღონდ იტალიურად თუ რა არის გლამურუდობა ალბათ ანუ ესე იყო ახსნილი რომ აქამდე თუ მოდაში იყო ეს გლამურის და ესე ვთქვათ ლაქშერი როგორ იქნება ფუფუნების ბრენდების რაღაცა ისეთ სადათ მოხმარებაო და რაღაცა შენთვის წნარად რო გაქვს ეხლა იქნება უფრო ყვირალა ფუფუნებაო მოდაშიო რა უფრო თეატრალურიო ხო რო აი ძალიან ისინი რო გაცვია ლუი ვიტონები და რაღაცაები ეთყობა ძალიან რო ყვიროდეს გეტყვი ხა რა იგულისხმება მაგაში ესე იგი 2026 წლის მოდის ტენდენციები საქართველოში, ისე როგორც მთელ სოფლიოში, იქნება ინდივიდუალიზმის, ნოსტალგიის და ჭკვიანი ტექნოლოგიების სინთეზი. ინდივიდუალიზმი, ნოსტალგია და ჭკვიანი ტექნოლოგიები. ჭკვიანი ტექნოლოგიები მოდაში ვერ. ანუ წლევანდელი მოდა უარსაბობს მკაცრ ჩარჩოებზე. და ორიენტირებულია იმაზე, რომ სამოსმა თქვენი პერსონაჟი გამოკვეთოს რა. აი, წინაწლებზეც მესმოდა ხოლმე. ხო, ანუ მარტო ის კი არა რომ აი რაღაცა გლამაზად გეცვას, აი რაღაცა პერსონაჟი უნდა იყო რა. ხო. ალფი. აუ, სად შეძურა ნახე. ხო. ხო, დავიწყოთ მთავარი თემით მაინც რა, ფერები. ფერები ყოველთვის ისეთია ხოლმე, მთავარი. სიმშვიდის და ენერგიის ბალანსი იქნება რა. მოდაში. ოკეი. ესეთი არის, მე მგონი წინაზე თუ ლაპარაკობ. ანუ მეტად ენერგიული არ უნდა იყოს, ჩაცმულობაში. დაბალანსებული უნდა იყოს რა. Cloud dancer-ი. ანუ თეთრი, ოღონდ აი რაღაცნაირი თეთრი რა. აი აქ თუ ჩანს ეს შენი კლავიში რო არის ეგეთი? არა, ესეთი არა. თუ ამაზე უფრო ნაკლებად აი ხო, არ უნდა ყვიროდეს რაღაცა ისეთი თეთრი. ეს ფერი სიმშვიდის სიმბოლოა. ასევე მოდაში იქნება ტრანსფორმაციული ლურჯმწვანე. ასევე აი მას რო ეძახიან რაღაცა ელექტრიკ ლურჯს რო ეძახიან. აი ჩვენი ხერო არის ეგეთი? ხო. რა მოდური ნაზუსხებო. რომელიც იდეალურად ერწყმის როგორც ჯინსს ისე საღამოს კაბებს. და რა თქმა უნდა ჯინსს ერწყმის ფერი რას ნიშნავს? ჯინსი რა ფერია რა აქვს მნიშვნელობა? რა ვიცი. კაი. ანუ ალბათ ჯინსის ფაქტურა გულისხმება თუ არ ვიცი. ვიცი, ოკეი. მაგათ რას გავუგებ? მოდაში ვერ ყვევოდი ვერაზრს. ეს ყველაფერი არის მოძიებული და წაკითხული და სადღაც ჩემ მოგონილი არ არის არაფერი. და რაც თავარია, ეხა მოდის ცეცხლოვანი ცხენის წელი. ესეც არ ვიცი რას ნიშნავს. მაგრამ რახან ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის, შესაბამისად წარმატების მომტანი ფერი იქნება წითელი და ნარინჯისფერი, მკვეთრი ნარინჯისფერი. წლის მთავარი ტრენდი. ესე აგიჟებენ ხალხს რა. რო ქუჩაში რო გადიხარ და ყველას ძალიან წითელი რაღაცები რაცია. შენი თმის ფერი შედის მაგაში? რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი. ანუ წარმატების უკვე შენს უკვე მართლა ნახე რა ხდება, სულ ცეცხლოვანი რაღაცები. კი და აი ჩემი მხარე. ხუთი ცეცხლი გიგიდია იქ. ჩემი მხარე გახდება ისა წარმატებული რა, მარტო სპონსორი მოვა მარტო. Subscriber-ები მაგით იქნება. ნახვებიც უფრო ძირითადად მაგით იქნება. ხო, ეხლა სილუეტებზე და სტილზე გადავიდე? ჯერჯერობით არ მეხება არაფერი, რასაც ამბობ რა. რატო არ გეხება? ნუ აი ეგეთი ძალიან ლურჯი არ მიყვარს, თუ ვიცი უფრო მუქი ლურჯი მიყვარს. ხო და შენი პრობლემაა, წარმატება არ მოვა შენთან.
ანუ წარმატების მოსაზიდად არის ეს, ხვდები? ანუ აი ეს მაგალითად რომ ცეცხლოვანი ცხენის წელი მოდის და შენ უნდა ჩაიცვა წითელი და ნარინჯისფერი, ეს არის წარმატების მოსაზიდად. ნარინჯისფერი რამე ვაკ. ის ხუდი შენ რომ აჩუქე რა ფერია? ის ხუდი ყვითელია. არა, ყვითელი როგორ არის? ყვითელია ლევისისაც მაგზედა. იმის ფერია, მდოგვის ფერია. არა, მდოგვის ფერი. სტაფილოს ფერისკენ არის. ნარინჯისფერი ეგ არ არის. მონარინჯისფრო არის რა, ახლოს არის. კი. მეტი არაფერი არ მაქვს. წითელიც არ მაქვს, მოყავს წითელი ზედა. ბემსინი რა ქვია? ბათინკები, ქართულად როგორ არის? ტიმბალენდები? ხო. ეგ ნარინჯისფერი არის? ეგ არის ეგ მდოგვისფერი კი არა და ყავისფერი უფრო. ხო, არ ვიცი მოკლედ. მე ჩემ სხვადასხვა ისა წითელი ყველაზე ნაკლებად მიყვარს მე. მეც არ მიყვარს. ნახოთ რა იქნება. კაი, მოდი ახლა აქტუალური სილუეტები და სტილი რა იქნება. დავაი გამოვშვი. მოკლედ ესეთი სტილი იქნება, სტილის შარულები, ფადლ, დაგროვილი ტოტები. ქართულად აი სხვანაირად არ ვიცი როგორ. აი ძალიან ფართხუნა რო არის და აი ფეხებთან რო ბევრი და მოყუჭული, ხო? ეგეთები იქნება მოდაში. ბუშტისებური ბალო. არ მეიზღება ეგ. ბუშტისებური? ბუშტისებური. ქვედა ბოლოები და სახელოები, რომლებსაც გადაჭარბებული მოცულობა აქვს. ხო. აი შენ რო იმას ეძახი ხოლმე. ტომი და ჯერიში რო ისაც ტომის რო ესაცვია. კოსტუმი იქროაცვიათ. ტენტისგან რო იმას იკერავს კოსტიუმს გოგოსთან შესახვედრად. რატო გადავედით ხა დაცინვაზე არ ვიცი, მოკლედ ესეთი იქნება მოდაში. მოდას არც იყო. მოკლე პიჯაკები იქნება მოდაში. ესეთი, აი ესეთი. ეგ ქალებში, ახლა ამასაც კითხულობ, ქალებში არის? არა, ვისეთ ქალებში. კაცისთვის მოკლე პიჯაკი რა უბედურება არის? ეხა აი ეს ქალზე არის ალბათ. ხო, ეს ქალზე იქნება საბოლოოდ. რაც, ანუ ეს მოკლე პიჯაკები წელს ზემოთ იჭრება, ანუ წელის ზემოთ რა. ტოპები. ხო, რაც სილუეტს უფრო მაღალს და დახვეწილს აჩენს. კი ბატონო. პერსონაჟის მოდა. რაც უფრო დახვეწილი იქნება. შემდეგი არის პერსონაჟის მოდა. ხო. ანუ 2026 წელს მოდაში იქნება არა უბრალოდ ჩაცმა, არამედ როლის მორგება. მაგალითად, კოლეჯის სტილი, რაგბის მაისურები, ლოფერები, როკ ესთეტიკის შერწყმა და ესეთი რაღაცები რა. მე ეს მომწონს. ხო, ანუ ვინ ხარ შენ ეგრე რო გაცვია რა საწვევი ცხოვრებაში? ხო. პოეტური რომანტიზმი. რომანტიზმი ხო შეიძლება პოეტურია. ეს არა პოეტური პოეტ კორ ესე ქვია. აუ, ოკეი. აბრეშუმის კაპები, მაქმანები და ნაზი კარდიგანები იქნება მოდაში. აჰა. ჰაეროვანი ის რა კონდეს. ხო. აქსესუარები და დეტალები ახლა იქნება non-belt. ანუ ტრადიციული ქამრების მაგივრად იქნება წელზე აბრეშუმის შარფები, თოკები, მეტალის წვრილი ჯაჭვები და ასე შემდეგ. ხო. დიდი ზომის სათვალეები იქნება მოდაში 80-იან წლებში რო იყო ეგეთი და ფერადი. ანუ ეს სუქალები იყო. რატო? აბა კაცების რა იყო აქედან? რა, აი ხ მაგათაც ეს პერსონაჟის მოდა, რაგბის მაისურები, კოლეჯის სტილი, როკ ესთეტიკის შერწყმა, რატო არა? ნუ შეიძლება ისე იყოს, რომ ქალებზე და კაცებმა ეცადონ უფრო ჯინსები რაღაც აქტუალური. კლასიკურად ჩაცმოთ რაღაცა. ეს ორივესთვის ერთ-ერთი ხო არის ხოლმე? მე არ დამიკონკრეტებია, რომ ხალის მითხარი თქო, მოდის ტენდენციები დავსერჩე და მოგაგროვე და ხალი ხარ და შენთვის საინტერესოები მოგივა. ეს მარტო ის ჯემინაის ეს არ არის, ჩემი მოძიებული რაღაცაებია. ხო, გასაგებია. კაი, კი ბატონო. არ მოგეწონა. ვისაც უნდა გაითვალისწინოს. რაღაცა ხო, როგორ იყო ის რომ მე არ მეხება არც ერთი მაკედან რა, იმიტომ რომ მე ხმაიც დიდი ხანია კლასიკური გითხრა კლასიკური ჩაცმულობა კი არა, კლასიკური ტანსაცმელები რაც არის. სტანდარტული არა, კლასიკური სხვა არის. არა, უკვე კლასიკად რო იქცა, მაგალითად შავი ჰუდი. ჩემთვის არის კლასიკა. ხო. ანუ ყოველთვის არასდროს არ გადავამოდი და შავი ჰუდი გოიმობა წელს და რაღაცა ეგ არის მაგას სტანდარტული არის უფრო. ხო, აი მაგათი დღეს რა ხა Timberland-ის ბათინკები. ხო. ზამთარი რომ მოდის, ძალიან კომფორტულია, ჯინსსაც უხდება, ნაჭრიშავასაც უხდება, ცოტა ისეთ სპორტულოს
ბევრნაირ ჩაცმის სტილზე მიდის. მაგალითად ხო რაღაც ლურჯი ჯინსი ხო არ გადავმოდიდან სტანდარტული. აი ეგეთ რაღაცებს ვაწვევი უფრო რა. სიმართლე გითხრა მეც ეგრე ვარ. აი რაღაცები უსებ მომინდება ხოლმე, რაც არ არის მოდაში რეალურად, მაგრამ სტანდარტულად რა ისე. მაინც შავი შარვალი. გავლენის ქვეშ ხანდახან მოიქცევი ხოლმე, ხო. გავლენის ქვეშ არა, რატო? აი ნუ რაღაცა ახალს რო დაინახავ იმ მოდულს. აი ხა მაგალითად აი აქედან რაც წავიკითხე. ერთადერთი რაც მომწონს არის აბრეშუმის კაბები. აბრეშუმი არის ძალიან ესეთი სასიამოვნო ნაჭერი და ძალიან ლამაზია ვიზუალურად. ხო ისედაც ყიდულობ ხოლმე ეგეთ კაბებს. კი ბატონო, ხა სადმე რომ მიდიხარ ქორწილში ან არ ვიცი რაღაცა ესეთ წვეულებაზე ძალიან ეს არის ლამაზია მოკლედ აბრეშუმისგან შეკერილი ნებისმიერი რაღაცა კაბა განსაკუთრებით. ეს მომწონს მხოლოდ. სხვა დიდად არ ვიცი რა ხა რა. კარგი. გავაგრძელოთ? გავაგრძელოთ. ამოიწურა მოდა. კი. მე ამოვწურა ყოველ შემთხვევაში. ყველაზე პოპულარული პროფესიები რა იქნება 2026-ში. აბა. AI ინჟინერი, ანუ ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი. რა თქმა უნდა. კიბერუსაფრთხოება, ანალიტიკოსი, data scientist, ანუ მონაცემთა ბაზებთან ვინც მუშაობს. და AI product manager-ები, ანუ მოკლედ AI-ს და ახალ ტექნოლოგიებს ძირითადად ხო? ძალიან კიდე ჯანდაცვაში იქნება გერონტოლოგი. უბრალოდ პოპულარული ხდება ეს პროფესია, ეს არის ძალიან პოპულარული ხდება თემა ეს დაბერების წინააღმდეგ ბრძოლა. ხო. და ახალგაზრდობა და ასე შემდეგ და გერონტოლოგი არის თუმცა ესეთი მეცნიერებაში ისა მედიცინაში ესეთი მიმართულება რომელიც სწავლობს ამ საქმეს რა. ნუ ნერსები, ანუ ექთნები ყოველთვის იქნებიან და ასევე public health data analyst, ანუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მონაცემთა ანალიტიკოსი, აქაც რაღაც მონაცემთა ანალიტიკოსის ვაზე არის საქმე. ნუ გარემოს დაცვაზე, განახლებად ენერგიაზე და ასე შემდეგ მომუშავე ადამიანებიცო, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია იქნებაო და ბიზნესშიც ისეთი ადამიანები პროფესიები წამოვაწყენ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტთან მუშაობა შეუძლია, რომელსაც შეუძლია მარკეტინგში გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. supply chain optimizer-ებიო კიდე, ანუ მიწოდების ქსელის optimizer-ები. ესე იგი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი არავის არ უნდა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლის პროფესია ჯერჯერობით არავის არ აინტერესებს. სოფლიო ბიზნესში რა ტრენდები იქნება? გინდა ნარინჯისფერი ჩაიცო, პიანისტი არ არის. 10 ყველაზე მომგებიანი სფერო სოფლიო ბიზნესშიო. სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა. კომერციული უძრავი ქონება. pension fund, საპენსიო ფონდები, ესენი დღემდე არ ვიცი როგორ მუშაობს საპენსიო ფონდები. იმიტომ ჩვენთან არ არის და იქ ამერიკაში ძალიან დიდი ეს არის ამბავი. ნავთობი და გაზი, ავტომობილების გაყიდვა. ნუ ეგ არაფერი ახალი არ არის. ხო, ნუ ბანკები, ზოგადი დაზღვევა, ავტომობილების ნაწილებით ვაჭრობა და საინჟინრო სერვისები. ამათიდან იმაში ვართ. ერთში ვართ. ერთში ვართ, კომერციულ ფარტს ვყიდითავლაბარი. პატარასთან. ხო და თუ იმას გაინტერესებთ, აგერ ხო გაიგეთ, რომ სოფლიო ტრენდებში იქნება კომერციულისა და ბოლოს და ბოლოს ხო. აგერ ვყიდით. მოგწერეთ Instagram-ზე ან კომენტარებში და ლინკს გაგიზიარებთ. მაგრატელი, ვიღაცას რო დაუწერე კომენტარი. ერთ-ერთმა ჩვენმა მაყურებელმა დაგვიწერა, რომავლაბარში გნახეთო. იმდრესო, დაგინახეთო. ხო და კი მოპასუხა, ბინას ხوارეძე. ხო, ისეთი ფარტი რო სახელთაც გამოიყენება და კომერციულ ფარტადაც რა პირველი სართულია და ცხოვრობდით და ჩვენ ცხოვრობდი იქა და კომერციულადაც იყო. მაინც ჩაგვეხერე კლა. ხო, იბახის ხო. მეტროდან 3 წუთში. სხვა სფეროები რაც გვაქვს. აბა. YouTube-ზე გაინტერესებს 2026 წლის ტენდენცია. ისე ვაგრძელებენ იმას აწვევიან, რომ ისეთი კონტენტი იყოს პოპულარული YouTube-ზე, რომელსაც ხალხი ტელევიზორში უყურებს, ანუ მოწყობილობა ტელევიზორში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წელსაცო. შარშან გააკეთა მიმართვა ახალ წელსაცოცხლში YouTube-ის CEO, წელს ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ ისე იქნებაო. გრძელ სიტყვები მოვიწყდება. გრძელ ქრონომეტრაჟიანი ვიდეოები იქნებაო.
აქტუალურიო და დაფასებულიო, სასურველიო. ესე იგი, მან შეხედვართ. კი, მან და ისეთიო, რომ აი ადამიანებმა ესე ტელეფონში უყუროს 2 წუთით კი არა, აი რომ ჩაუჯდება დივანზე დაждდება და ჩართავს YouTube-ზე, აი ეგეთი კონტენტი იქნებაო, უფრო წინ წამოწეულიო YouTube-ის მხრიდან. ანუ ესე იგი, ეს რას ნიშნავს, რომ ვინც ამ კონტენტს გააკეთებს, YouTube უფრო მეტ მაყურებას აჩვენებს მაგას, ვინც ამას მიაქცევს და უფრო ძვირფასი იქნება YouTube-ისთვის მაყურებელი, რომელიც დივანზე დაждდება და 1-2 საათს გაატარებს YouTube-თან მინიმუმ. ასევე ნამდვილობას, ანუ ბუნებრიობას ექნებაო განსაკუთრებული მნიშვნელობაო და ეს სიტყვა რატო ვერ მოვიფიქრე? პრიორიტეტი იქნება, ალბათ, ხო? ხო. რატო გაბრასთ? რა ვუხობ რაღაცა უაზროდ. პრიორიტეტული იქნება ბუნებრიობაო, უფრო მეტადო, ვიდრე ეს გაპრიალებული კონტენტიო რა. Highly polished overproduced, ანუ ძალიან ზედმეტად მონტაჟი და იმაზე ზრუნვა კი არა, რაღაც განათება და რაღაცა. ჩვენ გვაწყობს ეს. ამიტომ მე რა მიკროფონს ხებს ურტყავ ხოლმე. ხო, და ცუდი განათება გვაქვს. ეს კაია, არა უშავსო მაგას მოგვეთ რომ. ცუდი განათება რატო? რატო ლანძღავ ჩვენ? არა, ნუ ახლა გვაქვს საკმარისი განათებები რა, ეს თქვა 2 ცალი იყოს ესეთი და შენ მხრიდანაც იქიდან ანათებდეს და რაღაცები უკეთესი იქნება. იცი რა, ეს უფრო მეტ სიმყუდროვეს. არა, ის სიმყუდროვე ისიც იქნებოდა, მაგრამ უკეთესად ამონათებული რა. არა, მე ესე მომწონს. კი ბატონო, მე ჩემთან დავიდგავ და შენ იყავი მასე მან. მეტი რა ქვია, ჟღალი. მე აქ სამოგენ ნარინჯისფერ ფერებში. წარმატების ის, აი, ჭიქაც წითელი მაქვს. ხო, ესე თქვა, დაუწერელი ანსკრიპტით, ანუ დაუწერელი ადამიანური კონტენტი რა, რომელიც იმ წუთას იქნება, ესეთი კონტენტი იქნება პრიორიტეტულიო. პოდკასტებში ძალიან კაი წელი მოდისო. ჩვენი კონტენტი იქნება. ხო, აი პოდკასტებში ძალიან კაი წელი მოდისო. ნავარაუდები არისო, რომ 2026 წელს პოდკასტების ინდუსტრია 40 მილიარდს მიაღწევს, 40 მილიარდ დოლარი. წარმოიდგინე, სოფლიოს პოდკასტების ინდუსტრია. ამხელა გახდა უკვე. და ესე თქვა ველური დასავლეთის ფაზიდანო ეს ბიზნეს ექსპერტები ესე აფასებენ რომ აქამდე პოდკასტში იყო და პოდკასტინგში ველური დასავლეთი. ხო. ვინ ესე თქვა არანაირი კონკრეტული წესები არ იყო და არც ტენდენციები ვინ როდის გაისროდა და ვინ გახდებოდა დიდი არავინ არ იცოდა. და უფრო გადავდივართ liquid content-ის ერაშიო. ეს როგორ არის ახსნილი, იცი რომ მარტო ის კი არა რომ დააჯდა რაღაცას პოდკასტი აქვს და შეუბერა და ილაპარაკა, არა, ყველა სოციალური ქსელი უნდა გამოიყენო და ისეთი კონტენტი იყოს, რომ ვერტიკალურადაც იჭრებოდეს შორტები და rilsები აქედან და ბევრ პლატფორმაზე რომ გამოდგება, ეგეთი პოდკასტი უნდა იყოს და არა მარტო YouTube-იო რა. გასაგებია. და კიდევ უფრო მეტად ყურადღება მიექცევა იმასო, რომ აი სპეციალიზებული პოდკასტები იყოსო რა, ადრე თუ მოდაში უბრალოდ ზოგადი პოდკასტები, მაგალითად როგორც არის ჯო როგანის. ხო. რომ ხან იმაზე ლაპარაკობენ, ხან ამაზე, უფრო მეტად იქნებაო, ეს ჩვენ არ გვაწყობს. ჩვენ უფრო ზოგადი გვაქვს. აი მაგალითად პოდკასტი ისტორიაზე, როგორც არის მწარე პოდკასტი, ან რაღაც პოდკასტი მანქანებზე, ან პოდკასტი რაღაცა IT-ზე, ან რაღაც ესეთი რაღაცებიო, რა. ხო, მაგრამ ჩვენიც შეიძლება ესეთი სპეციალიზებულად ჩამოყალიბდეს პოდკასტი ოჯახზე. სპეციალობა ოჯახი. ხო. არა, ნუ იმასკენ შევსო ესეც არ იქნება, მაგრამ ანუ ისინიც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებაო და მეტი და მეტი ადამიანი უსმენს ეგეთ პოდკასტსო რა. ხო, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებაო, ამის გამოწვევის მიზეზი არის, რომ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულმა კონტენტმა წალეკაო ინტერნეტიო, გაკეთე ვიდეოებმა, ფოტოებმა და ასე შემდეგ და ამიტომ ადამიანური კონტენტი და ადამიანების მიერ გაკეთებული კიდევ უფრო ძვირფასი ხდებაო სამაგიეროდ რა. ეს არის YouTube-ზე და მივიდოდ სერიალებამდე, ძალიან საინტერესო ამბები არის, მაგრამ მანამდე ხელოვნურ ინტელექტში რა ამბები არის გეტყვი. მითხარი. 26 წელი იქნება სხვანაირიო, იმიტომ რომ სამსახურის ჩატი მოდის და არ ჩერდება რაღაცა მიმოწერა. აქამდე თუ ახალი ერა დაიწყებაო, აქამდე თუ იყო უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი, რაღაცას კითხავდი და გიპასუხებდაო, ეხლა გადავა მოქმედებაზეო. ანუ იქნება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უკვე რაღაც დავალება ექნება და თვითონ დამოუკიდებლად იმუშავებს რა, ან რაღაცებში დაგეხმარება, თვითონ გააკეთებს, ანუ უკვე ასე თქვა თვითონ გახდება აქტიური თანამონაწილე შენი ცხოვრების და კიდევ უფრო ესეთ ჩატების
ველიდან დღეს როგორ ვიყენებთ ხო ძირითადად ადამიანები რომ შევდივართ საიტზე ან აპში და ვეკითხებით რაღაცას და აწიოთ თქვა უკვე დივაისებში იქნებაო რა ტელეფონში, პლანშეტში, კომპიუტერში და შიგნითვე გააკეთებს ოპერაციას რა ანუ შენ ტელეფონზე იქნება დამოკიდებული ის კი არა რომ შენ მიწერო და რაღაც სერვერზე მოიფიქროს პასუხი და გამოგიგზავნოს შენივე დივაისებში სწორად გადმოდის უფრო გვიახლოვდება ხელოვნური ინტელექტი რა და ეს დივაისებში რო იქნება რატო არის მნიშვნელოვანი იცი რომ ბევრ ადამიანს არ უნდა რომ მისი data privacy ხო როგორ ის არის რომ ჩემი მონაცემები არ კონდეს რომელიმე კომპანიას რა და ის მაგალითად რომ შენი მონაცემები და შენი კითხვა და რა თემებიც გაინტერესოს სადაც სერვერზე წაიღოს და იქიდან პასუხი მოვიდეს აქვე გიპასუხებს რა ანუ ინტერნეტი არ დაგჭირდება ტელეფონშივე გექნება რა ეს ხელოვნური ინტელექტი რაღაცა საშიშად ჟღერს ცოტა რა ჯერჯერობით გვადგია კარგად ეს ხელოვნური ინტელექტი და მეც მაქვს ხელოვნურ ინტელექტზე ერთი-ორი სიტყვა სათქმელი. ხო, ბოდიში ბარემ დავამთავრებ. სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი იქნება ძალიან პოპულარულია. ხო. წინა წელს ძალიან მოდაში შემოვიდა, რომ რაღაცა გვჭირდა ChatGPT-ს ეკითხებოდი რა. ბევრმა ადამიანმა დაინახა, რომ რაღაცა სამედიცინო კაი რჩევა შეიძლება მოგეცა. აქვე ვიტყვით, რომ სამედიცინო რჩევას როცა მოგცემთ, მაინც ჯობია ჯერ კიდევ გადავამოწმოთ სპეციალისტებთან. მაგრამ ამ მიმართულებას ძალიან დიდი ყურადღება სერიოზულ რაღაცაზე როცა არის. ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე როცა არის საუბარი, მით უმეტეს. მაგრამ ამ წელსვე გაცილებით დიდი ყურადღება მიექცევ იმას, რომ AI სამედიცინაში დაგვეხმაროსო და ეს თქვა შენი ანალიზები და მონაცემები რო აუტვირთო და დასკვნა გამოიტანოს, ამაზე სპეციალიზებული AI ინტელექტები შეიქმნებიან. ექიმებისთვის იქნება ეგ რა ჩემი აზრით. ექიმებისთვისაც და ადამიანებისთვისაც წარმოიდგინე ამ ხელა რაღაცა ვიღაცას დიდი ისტორია აქვს ავადმყოფობის რა და აი ამის კითხვაში მაგალითად რომ დრო არ იკარგებოდეს რა და წარმოიდგინე ადამიანისთვის რამდენი დრო მიაქვს ამას და უცებ აი AI-ს რო შეუგდებ ამას და უცებ რო ანალიზი შეუძლია წამებში გააკეთოს. ხო, ექიმებისთვისაც კაი იქნება, მაგრამ მარტო ექიმებისთვის არ იქნება, დახურული არ იქნება. საუბრობთ, იმიტომ რომ მაინც ეკითხება ხალხი ChatGPT-ს და Gemini-ს, რომ რაღაცა მჭირს და რაღაცა გამომივიდა და ფოტოებს უღებენ და ეს რა გამომივიდა, აქ ეკითხა და თუ უკეთესი AI შეიქმნა მიმართულებით, მაგრამ ხალხსაც კონდეს წვდომა რა. კი. ნუ მედიცინაში ეს არის და კიდევ ეხლა თუ არის წამყვანი ქვეყნები რაღაც ამერიკა, რაღაცა ჩინეთი იქა და რაღაც იმ თავისი ეს თქვა ბოლამიდისთვის უფრო მაძლიერი ექნება ხელოვნური ინტელექტი, უკვე ქვეყნებიც დაიწყო პატარ-პატარა ქვეყნებიც დაიწყნენ საკუთარი ხელოვნური ინტელექტების შექმნას, იმიტომ რომ უკვე ეროვნული უსაფრთხოების ამბავი არის რა, რომ მარტო ამერიკულ Gemini-ზე და ChatGPT-ზე არ იყო დამოკიდებული, ყველას თავისი AI ექნებაო რა, მოკლედ AI-ის მიმართულებით სერიოზული ამბები გველოდება. შენც გქონდა რაღაცა AI-ზე ამბავი? კი, მეც მაქვს რაღაცა რამდენიმე ამბავი რა. რამდენიმე რა. მე თვითონ ნახე პირველად საქართველოში მაღაზიაში პირველი AI ესა სათამაშო. ხო, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სათამაშო. კი, ბუ იყო ესეთი ძალიან საყვარელი და თვალებს ატრიალებდა აქეთ-იქით და რაღაცა ზუსტად არ ვიცი ის რას შვებოდა რა, მაგრამ ესე ეწერა რომ AI არისო შიგნითო რა. და მე ავდექი და დავსერჩე რა, ზოგადად რა ხდება მაგ მიმართულებით რა. და აღმოჩნდა რაც გამოვიკვლიე რომ 2026 წლისთვის სათამაშოების და რობოტების ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია იქნება 2026 წელი. ჭკვიანი სათამაშოები აღარ შემოიფარგლება წინასწარ ჩაწერილი ფრაზებით რა. და უკვე ანუ AI იქნება რა, ისეთივე ტექნოლოგია როგორც არის ChatGPT, Gemini და ასე შემდეგ რა. რაც ანუ მათ საშუალებას აძლევს რომ ისაუბრონ, ისწავლონ და განვითარდნენ. ესეთი არის მაგალითად უკვე გაყიდვაშია პერსონალური კომპანიონი რობოტი რა. პატარა რობოტები, რომლებიც თქვენს მაგიდაზე ცხოვრობენ, ან ოთახში დაყვებიან. ეს არის რაღაცა Luna V24. ეს არის რობოტი ლეკვი, რომელიც სახის ამოცნობის ფუნქციით გცნობს, რეაგირებს შენს განწყობაზე, შეუძლია რთული თამაშების თამაში. და აქვს ნამდვილი ხასიათი რა, რომელიც დროთა განმავლობაში თქვენთან ურთიერთობით ყალიბდება. შემდეგი არის AI რბილი სათამაშოები. აუ ფიშხარ მოუყვანოთ ეგ ხელოვნური ინტელექტი. დაწყებს მე. ძალიან საინტერესო იქნება მაგათი ურთიერთობა. კი. AI რბილი სათამაშოები, მოსაუბრე პლუშები.
ორი ხო ეს ბუ ის იყო, ფუმფულა იყო თან, ანუ ძალიან საყვარელი იყო რომ შევხედე რა, მაგრამ რო დავინახე რომ ეწერა რომ AI არისო, ანუ რობოტია რეალურად, ცოტა დავიძაბე. ანუ აი ჩვენი როზა რო ყავს წინის წინა გადაცემაში რო გავაცანით ხალხს ეპიზოდში გადაცემა. აი იმას ეგეთი შეიძლება იყოს უკვე ხელოვნური ინტელექტით? ხო, კი. ეს არის რბილი სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკებიან. მათ შეუძლიათ მოიფიქრონ ზღაპრები ექსპრომტად, სადაც თავარი გმირი თავად ბავშვი იქნება. ინტერაქტიული სათამაშოები, რომლებიც ბავშვებს ეხმარებიან უცხოენების შესწავლაში, ბუნებრივი დიალოგის მეშვეობით. საგანმანათლებლო რობოტები იქნება, რაღაცა მიკო 5 არის, რობოტი მასწავლებელი 2026 წელს ძალიან პოპულარულია. ის ბავშვს ინდივიდუალურად უხსნის მათემატიკას ან ლოგიკას და ხვდება, როდის უჭირს ბავშვს მასალის ათვისება. რათა უფრო მარტივიანით აუხსნას. რა სიტყვი? კიდე არის. მშობლების და ბავშვების ნერვები დაიზოგება მაგითი, რამდენი კონფლიქტი არის ხოლმე მეცადინეობისას. კი, მაგრამ რატო ვერ გებულობ ამას რა ის მიუმატო რამდენი რა უნდა ამის გაგებას და არის ხოლმე წილკივილები. კი, მაგრამ აი რაღაცა მშობლის ფუნქცია რა არის? რაღა არის? ან მასწავლებლის. ბავშვს თუ ყველაფერი რობოტმა უნდა ასწავლოს. მოიცა ჯერ ჩავიდე ბავშვი. 4 ფეხა რობოტები. იყო ჩემ ცხოვრებაში ზოგიერთი მასწავლებელი, რომელსაც შობდა ხელოვნური ინტელექტი ყოფილიყო მაგალითად. ანუ ახლა. მაგალითად რომელიც ბავშვებს ურტყავდა და ასისხლიანებდა და უყვიროდა და არა ერთი შემოხვდა. მე დამრიგებელი მყავდა, რომელიც პანჩურებს ურტყავდა ბავშვებს. ნუ ჩემთვის არ მოურტყია, მაგრამ ბევრს მოხდა. კი, მე მახსოვს რელიგიის მასწავლებელმა სისხლი ადინა ბავშვს. მართლა. ანუ ყურიდან. რელიგიის მასწავლებელმა. თან ისეთი არაფერი არ დაუშვებია მართლა. რა უნდა დააშავოს ეგეთი ბავშვს სისხლი ადინო, მაგრამ მოგრეთ. 4 ფეხა რობოტები, მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია რობოტი ძაღლების უფრო ხელმისაწვდომი ვერსიები, როგორიცაა Unitry Go 2, ალბათ ესე იკითხება. მათ იყენებენ სასეირნო, როგორც კომპანიონს სირბილის დროს. ან სახლის დასაცავად. რადგან მათ შეუძლიათ ავტონომიურად პატრულირება. Toy Story-ში რაც არის, მოკლედ მე ნამდვილი გახდება, ხო? ყველა შენი სათამაშო ცოცხალია და შეიძლება და გაიქცნე სახლი. ან შეიძლება უარესი მოხდეს, რაღაცა არ მოეწონოთ და წაგაყარონ. ხო, მე დამაინტერესა საქართველოში რა ხდება ამ მხრივ, იმიტომ რომ ეს ბუ რო დავინახე, პირველად ვნახე რა. ეხა არა ვართ ესე სახში გამოკეტილები, რომ არ დავდიოდეთ მაღაზიებში, რაღაც შევდივართ Zoom-ერში, Alta-შიც, რაღაცა ნახულობთ ხო რაღაცებს და ნუ შეხა სათამაშო ხო, მე ეს პირველად ვნახე. სათამაშოების მაღაზიაში შევდივართ ხოლმე. ხო, სათამაშოების რატო შევდივართ ხოლმე ამ ხალხი სათამაშოების მაღაზიაში? რომ მე მიყვარს. იმიტომ რომ გვანცა შედის ხოლმე დათვალიერებს. და მე დავსერჩე საქართველოში რა არის ხელმისაწვდომი. და არის. მაგალითად ეს Luna V24 რობოტი ლეკვი. ტექნიკის მაღაზიებში არისო. რა ღირს? უყავთ ახლა. გეტყვი ახლავე. 450-დან $500-მდე არისო საერთაშორისო ბაზარზეო და ნუ საქართველოშიო 1400-დან 1600 ლარამდე ღირსო. ხო. ეს რობოტი ლეკვი. მეორე არის ეს საგანმანათლებლო რობოტი მიკო 5. ესეც ხელმისაწვდომია საქართველოში, სათამაშოების ერთ-ერთ მაღაზიაში არ დავასახელებ და 650-დან 750 ლარამდე ღირს. რობოტი ძაღლი ეს Unitry წაღარო ვთქვი, ეს ღირს $1600-დან $2000-მდე. წინასწარი შეკვეთით შეიძლება მხოლოდ შეძენა საქართველოში. და სულ ეს არის. მე ამ საკითხმა იმიტომ დამაინტერესა, რომ ცოტა ისე მეშინია რა ამ სახში რობოტის ყოლის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტვერსასრუტი, აი ამას ვერ აღვიქვ, იმიტომ რომ ხა ტვერსასრუტი ოდითგანვე გქონდა, ხო, არსებობს. ჩვენ ბავშვობაში სახში ტვერსასრუტი იყო. უბრალოდ აი ეს თავისით დადის რა, ის ხო ხელით გჭირდებოდა რომ გავარტყი. ხელით გჭირდებოდა რომ გეტარებინა, ნუ ეს თავისით დადის და აი თითქოს ისეთი ახალი არ არის რა, როგორც ხო და აი ეს რაღაც რობოტი რო არის, რომელიც სახში დადის და შენს განწყობას ხვდება და ეს ჟუტკია. ხანდახან გჯაჯავს. კი. განგიკითხავს. ხო, რავი, მე რომ სათამაშოები როცა მიყვარდა, მაშინ როგორც სათამაშო მეტად ძალიან გამისტორდებოდა. რომელიც ლაპარაკობს და რაღაცებს აკეთებს და ეს არის
არაპროგნოზირებადი საქციელები აქვს, გავგიჟდებული ანუ წარმოიდგინე მე ჩემ ბავშვობაში სათამაშოს რომ მომიტანდნენ, რომელიც უბრალოდ ჭყვიტინებდა, ხეს რო დააჭერდა რაღაცას რო, ან ერთს რაღაცას რო ამბობს რა, აი Toy Story-ში როგორც არის, იმას რო გამოწევდა რაღაცას რო ამბობს. ეგ იყო სასწაული იყო. ანუ სათამაშო რო ხმას გამოსცემდა, იყო საოცრება იყო. მოძრავი მით უმეტეს. დავიდგინე როგორ მე ჩემ ბავშვობაში ჯერ კიდე ის იყო კაბელიანი პულტის მანქანები, ანუ შენ რო დაყვები, რო ატარებ, შენ რო უნდა გაყვე. აი ანტენიანი ის იყო, არის შოვებოდა და რაღაც. და წარმოიდგინე, ეხლანდელ ბავშვს რო ეს რობოტი სათამაშო მიუტანო, და რეაქცია არ ექნებოდა არც როგორ. აბა. მე მიყვარდა ხოლმე ესეთი როგორი პატარა ადამიანი ჯარისკაცებით თამაში და სცენებს ვდგავდი და იქ რაღაცა ვაშენებდი ქალაქებს და სცენარებს ვდგავდი და ისინი ხელოვნური ინტელექტით ყოფილიყო, პირდაპირ მიუშვებდი და ავამებდი. ეთყოდი რომ აი ესე ქენეთ შენ იქიდან მოვარი შენ აქედან დავედაწყეთ. ხო, აი მე არ მომწონს რა. არ ვუყიდიდი ჩემს შვილს რობოტს სათამაშოს. რა ალფის? რობოტი ძაღლი რომ მოუყვანთ. არა. გაერთობა რა ისიც რა. შვენივრად ერთობა ეხლა. თან ისიც თუ ხასიათის დამუღამება შეიძლება ალფის ხასიათსაც დაამუღამებს და არ ჭირდება ალფის ხასიათის დამუღამება. ჯერტია ეს სახლის დასაცავად რობოტი ძაღლი რა, აი მოიყვანე რაღაც კავკასიური ნაგაზი რა. არა, სახლის დასაცავად, სახლის დასაცავად რატო არა? ის თუ შეიძლება წიწაკის სპრეის შესხმა, დენის დარტყმა. ის შეიძლება წიწაკის სპრეის დარება აღარ შეიძლება. შეიძლება ძაღლებს ქონდათ უფლება. მოკეთ მე არ მომწონს. დარეკვა შენთან ვიღაცები შემოვიდნენ სახში ან პირდაპირ პოლიციაში დარეკვა. მე არ მომწონს. რაღაც უფრო ის ექნება რა. ოკ. მაგის შემდეგი საფეხური რა იქნება, იცი რომ ცოცხალ ძაღლებში ჩააინტეგრირო AI. აი ცერეთ გავუკეთო ყელსაბამი, რომლის დაყეფვაზეც ის გადაგითარგმნის რა იგულისხმა. აი ეგ სხვა რაღაცა არის. თუ რაღაცა რამე ტკივა დააწუხებს, ის გაგაგებინებს და რაღაცა ეგ იქნება ის შემდეგი საფეხური რა. ეგ კაია. მაგრამ აი რობოტს რო ვეურთიერთო არ მინდა ახლა რა. არ მჭირდება, ახლა რობოტი რა თმინდა რო დაველაპარაკო, ან ბავშვს რა შეჭირდება. ჯემინი ის რო ელაპარაკები რობოტი არ არის? ხო ელაპარაკები. ხო და ხო ველაპარაკები, არ მჭირდება რაღაცა. ხო და ეს აღარ დაგჭირდება ეს. რაღაცა არსებით. ეხაც შეგიძლია voice-ით დაელაპარაკო. და გიპასუხებს რა უცლებელია რობოტის სახით გყავდეს სახში რაღაცა. კი ბატონო. არ გინდა ნუ გინდა. გადავიდეთ სერიალებზე. ხო, მარტო სერიალები არ ვუჩვენთ, იმიტომ რომ სერიალები და ფილმები რო ყოფილიყო ძალიან დიდი გამოვიდოდა. ხო. ამიტომ სერიალები დღეს უკვე ისეთი დრო არის, რომ იმდენი სერიალი არსებობს, რომ ეხლა რასაც ჩამოვთვლი არის ის, რაც მე ჩავთვალე, რომ საინტერესო იქნება, ანუ უყურებთ ჩვენ მე და შენ, იმიტომ რომ ის დროც წავიდა უკვე რა, ადრე რო ხომ კაი სერიალი მირჩიე აი ეგ დროც აღარ არის. ყველას ინტერესზე მორგებული სერიალი არსებობს და უკვე აი ახლა გითხავ რამე კაი სიმღერა მირჩია, ეხო სისულელი არის რა, რანეთ გირჩიო კაი სიმღერა, ვიცი რა მოგეწონება, უკვე სერიალებში ესე არის. აი იმდენაერია, რომ აი რომელსაც გინდა უყურე რა ვიცი. შენ რა გაინტერესებს იმის მიხედვით მოძებნე არის რა და ამიტომ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიე ძირითადად. კარგი. ძალიან რაც მიხარია არის სტუდიოს მეორე სეზონი გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ვისიამოვნეთ ამ სერიალით, ეს არის ძალიან მაგარი კომედია, დიდი ხანია ასეთი კაი კომედია გამოსულა. ეს არის სატირა ჰოლივუდზე, კინოსტუდიებზე, ზოგადად როგორ მუშაობს ჰოლივუდი და ფილმების ინდუსტრია, ამაზეა ძალიან კარგი სატირა. სადაც ბევრი ცნობილი მსახიობი თამაშობს, მაგალითად პირველ სეზონში ან ცნობილი მსახიობები არიან მთავარ როლშიც, მაგრამ კამეოსაც ეძახიან რა, რომ გამოჩნდება ერთ ეპიზოდში ან რაღაცა ესეთი, მაგალითად წინა სეზონში იყო მარტინ სკორსეზე და კიდე ბევრი ესეთი ბრაიან კრენსტონი თამაშობს, ნუ სეთ როგანი მთავარ როლშია და ასე შემდეგ. მეორეში ვარაუდობენ, რომ ალ პაჩინოც გამოჩნდება. დიკაპრიო დენიელ დეი-ლუისი და სხვა სელებრიტები. ვინც დაჩვენები არ იყო, კიდე ძალიან ბევრი ნახსენები იყო. ძალიან ბევრი ნახსენები. სტივი ბუშემი, მაგალითად, სახელზაგვარს ვერ იძახდნენ სწორად სტივი ბუშემის. და ამ შემდეგ, მოკეთ ძალიან სააცილო სერია. პირველი სეზონი იყო არ ვიცი. აი მართლა ხო რაღაცნაირი გაცვეთილი ნათქვამი არის ეს ერთი ამას თქვით ყურება. აი ეს იყო, აი მართლა ეგრე იყო. ხო, 10 სერია პირველ სეზონში. ჩავთეთ და დავამთავრეთ და ბოლოს ეს გადავხედეთ ერთმანეთს და თავიდან ხო არ დავიწყოთო. გავიგრეთ. ძალიან კაი იყო მართლა. თავის გადაღებით და ყველაფერი და ბევრი ემი აიღო, როგორც ვიცი, ჯილდო. White Lotus-ის მეოთხე სეზონი გამოვა სავარაუდოდ, რომელიც ამბობენ რომ საფრანგეთში იქნება. White Lotus-მა 4 სეზონთან გაწყვიტა უკავშირი, 4 სეზონის სასტუმრები აღარ იქნებაო. რატო? არ ვიცი.
მოკლედ რაღაც საფრანგეთის რომელიღაცა კურორტი იქნება საზღვაო და პარიზიც იქნებაო და მოკლედ White Lotus-იც ისიც არ გინახავთ ესეც ძალიან კარგი ეგ რა ჟანრი არის კომედია არის ეგეც ჩემი აზრით ხო შეიძლება დაარქვა ხო სატირაც მაგრამ ძალიან კარგი იუმორი აქვს ძალიან კაი გემოვნებით არის გაკეთებული გადაღებული მუსიკალური გაფორმებაც ძალიან მაგარი აქვს ვიზუალურად ძალიან სასიამოვნოა ესთეტიკა არის რაღაცა და არაჩვეულებრივი აი რაზეა White Lotus-ი ცხოვრებაზე ხო უფრო აი ადამიანურ სისუსტეებზე ჩემი აზრით White Lotus-ი არის იმაზე როგორ აქვს ადამიანს ხვირწინ ყველაფერი რომ იყოს ბედნიერი და არ არის უბრალოდ გადაწყვეტილი აქვს რომ არ იყოს ბედნიერი ხო კი შეიძლება ეგრეც აღწერო White Lotus-ის პერსონაჟები ჩემი მოკლე აღწერა ეგეთი იქნებოდა ესე დაგეთქვა ჩემი მოკლე ჭკუით მოკლე ჭკუით და გრძელიანით ხო აუ ძირითადად მაგაზია რა კი ყველა პერსონაჟი შეიძლება მაგაში გაერთიანო რა კი, იმიტომ რომ იქ ძირითადად არის ხოლმე დიდრების ესა კრიტიკა რა, ესა სატირა რაც თქვი, დიდრებზე არის ეს. ხო, და ძვირადღირებულ კურორტებში ჩადიან ბევრი ფილმი მაგრამ რეალურად იქ ვინც არიან ესეთ საშუალო ფენის წარმომადგენლები ან დაბალი ფენიდან, იქ ისეთი ხალხი არის ნაჩვენები, რომ იმათაც შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ. ხო. აი ეგეთი კუთხით არის ნაჩვენები და ხო, ჩემი აზრით მოკლე აღწერა ეგეთია რა. ხო და ძირითადად არის ხოლმე რაც შევატყერო ეს დიდრები რო ჩადიან და იქ უფრო ღარიბი ეს მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უნდათ რომ ესეთები იყვნენ თვითონ და ამათი შურთ და ზოგს ნერვები ეშლება ამათზე და ზოგი ბოღმება და ზოგს პირიქით მაგრამ ისინიც მე ხედავ რომ ისინიც ამ ადგილას რომ მოხვდნენ ისეთი უბედურები იქნებიან როგორც ესენი რა იმიტომ რომ ესენი ჩვეულებრივი ადამიანები არიან ზოგი მილიარდერი და მილიონერი მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ადამიანები არიან ბოლოს თავისი სულელური პრობლემებით მაგალითად როგორც არის ტანია ძალიან მაგარი პერსონაჟი იყო. გიჟდები ტირეს რო იწყებს მინდა რომ რაღაცა შენი საყვარელი ის ქალი მესამე სეზონში სურო ისა რა ქვია გამოყუჩებლებზე და ანტიდეპრესანტებზე ზის. ანტიდეპრესანტებზე ძალიან მომწონს მინდა რომ ეგეთი იყო ეს ლაპარაკი. ხო. ზაზაცილო ქალი ეგეთი და მაგარი პერსონაჟები არიან მოკლედ. კი. და კარგი ერთი სული მაქვს როდის გამოვა მეოთხეც ჩაუждეთ. მოგეთ ყველა ასეთი კაი სეზონის გამოსვლა ჩვენ იმაზე აისახება წონაზე რა. ხო. იმიტომ რომ მე ეხა რო დაიდება ესენი HBO-ზე გამოდის და ეს პირდაპირ შეიძლება არ დაიდოს სტუდიო Apple-ის არის Apple ალბათ დაიდება პირდაპირ. ის HBO-სია, მაგრამ აი 10 სერია რო დაიდება შენი საყვარელი სერიალის მე ზოგადად ჭამესკინაც გაგირბის ხელი. ძალიან ცუდად არის. Three Body Problem-ი გამოდის. ეს ჩემი ფავორიტი სერიალია. მეორე სეზონი. Severance-ის მესამე სეზონი გამოვა. Severance-ი მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა როგორც დამთავრდა, ხო, ძალიან საინტერესო სერიალია და საკაიფო. ძალიან Silos მესამე და მეოთხე გამოვაო ერთად, თუ ეს არ ვიცი რატო ესე. Silo ნახეთ ეხა, ანუ უბრალოდ ნახეთ არა ვუყურებთ, მეორე სეზონზე ვართ. ხო, მომთავრეთ უკვე თითქოს. ხო, და ძალიან მომეწონა მე. მე განსაკუთრებით მეორე სეზონში სტივ ზანის გამოჩენა გამისწორდა, იმიტომ რომ მეოსება ეგ სახეობი არ არის ხა ისეთი A-list და ტოპ სახეობებში, მაგრამ მაგის კომედიური როლებიც მომწონს და სხვა ის შემოიტანა რაღაცა. ხასიათი. კი, სერიოზული შემოიტანა რაღაცნაირი დინამიკა, თუ რა ქვია მაგას, აი განზომილება. კარგი ხარ. აი მე მაგალითად საერთოდ რო ვერ ვიფიქრებდი, რომ აი მაგ სერიალს რა შუაშია თქო ვიტყოდი რა, ვიღაცა შევეთქვა. ხო, კომედიური და სასაცილო რაღაცნაირი ტიპი. არა და თან ეგ სახეობზეც არის დამოკიდებული, ახლა სადღაც რაღაცა კომედიაში რო თამაშობს, ეგრე რო ითამაშო, რა თქმა უნდა ამოვარდნილი იქნები კონტექსტიდან რა. და ეს აი ზუსტად იმ დოზით აკეთებს ამას. რა დოზითაც საჭირო არის რა. ხო, კი. ჩემი აზრით. კარგია. ხო, ნუ House of Dragon-ის მესამე სეზონი გამოდის. ეს შენთვის არის საინტერესო, მე ჯერ არ მაქვს House of Dragon-ი ნანახი. ეს არის Game of Thrones-ის მანამდე რაც ხდებოდა. და ხო, და სხვადასხვა გამოდის ახალი სერიალი HBO-ში Night of the Seven Kingdoms, ანუ 7 სამეფოს რაინდი, ალბათ ესე იქნება. ესეც Game of Thrones-ის Game of Thrones-ამდე სამყაროს
ეპოქის ის არის სერიალი. ხო. დანარჩენი ახლები რაც გამოარის Stranger Things-ის ანიმაცია. Stranger Things-ზე არ გვითქოს ერთ-ერთი თქო დამთავრდა. არ მინდა არაფერს თქვა. იმედ გაცრუებულები. დამთავრდა და დამთავრდა. ხო, ეგეთი ჩავარდნა მე არ ვიცი არ ეგეთი ჩავარდნა მე ვიცი. Game of Thrones-ის მერვე სეზონი იყო. Game of Thrones-ის მერვე სეზონის კიდე ნაწილია. პირველი 3 სერია კაი იყო ომამდე. Game of Thrones-ის მერვე სეზონის. იცი რა Game of Thrones-ში მე წავიდა ქვევით და აქ ეგრევე ქვევით წავიდა. რაღაცა სხვა რაღაცებში აიჭერდნენ ჩემი აზრით რა ძალიან გაგვიგრძელდება მაგაზე რომ დავიწყო ლაპარაკი და Stranger Things-ში რაღაცა ხერხემალი გამოაცალეს ხო მე არ მახსენდება ამდენი დასაცინი მიმი წარმოქმნილიყო რამე ამბავზე რაც Stranger Things-ის მეხუთე სეზონზე წარმოიქმნა რა ხო ხა მაყურებელს არ ეკონოს რაღაცა მასიურად დაცინის ხალხი რომ ესე ცუდი იყო მიხარია მე პირიქით მე აგერ მეც პირველი 4 სეზონი ძალიან მომწონდა ხო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სერიალი იყო და უბრალოდ ეს აღარ იყო Stranger Things-ი რა ხო ეს რაც იყო არის სხვა რაღაცა იყო ხო ესე ჩავთვალოთ მოდი კი ჯერიმის coming out-ის სცენაზე ძალიან ბევრი გადაავს რომ ეგ უფრო დიდი ხანი გრძელდებოდა ვიდრე მთავარი ომი რასაც 5 სეზონი ამზადებდნენ და ხო აი რაღაცა ეცადნენ რომ რაღაც ხვანერი სერიალი გამხდარიყო ვიდრე მანამდე იყო თან ესენიც გაიზარდნენ ეს ბავშვები აღარ იყო ესეც საყვარლები როგორც თან სეზონებში არიან პატარა საყვარელი მუნჩულ ბავშვები რაც მონსტრებს ებრძვიან უფრო კაი საყვარელია ვიდრე ამხელა ვირები და ტუჩებ დაბერილი ქალები და რაღაცები რა დარბიან აი რაღაცნაირი არის რა მოკლედ Stranger Things მულტფილმი გამოდის, ანუ Stranger Things-ის პრიკველი იქნებაო ეს არა, Stranger Things 85-ო. ეს დავიკითხე უბრალოდ. Netflix-ზე გამოვა. რამაც დამაინტერესა არის The Fall and Rise of Reggie Dinkins, თებერვალში გამოდის, ეს იქნება სიტკომი, თამაშობენ Tracy Morgan და Daniel Radcliffe. Harry Potter-ის კაცი. ვინც არის ის. ხო და მინდა რომ კაი გამოვიდეს, ნუ Tracy Morgan-ი 30 Rock-დან მოყოლებული, 30 Rock ჩემ ერთ-ერთი საყვარელი სერიალია და მის გამო გულშემატკივრობ. Harry Potter-ი კიდე შენი და ხო და 30 Rock-ის შემქმნელების დაწერილი იქნება ეს რა. ხო. ეგ არ ვიცოდი. ხო. ასე რომ შეიძლება კარგი იყოს. Nola King იცი რა არის? კიდე ერთ სერიალი გამოდის. სადაც თავროლში იქნებიანო Samuel Jackson-ი და Sylvester Stallone. რაღაცა ესეთი ტრილერი, ბოევიკი, ეგეთი სერიალი იქნება. ჩემი Stallone? შენი Stallone კი, აი შენი Rocky Balboa. ხო ჩანს აი აქ. კი. აი აქ. აუ სულ მინდა ეხლა პოსტერზე გაიშვირეს. არავის არ გაჩენია კითხვა, აი ეს რა არის? ესა? ხო. აი ეს. აი ეს. არც ჩანს კარგად ალბათ მაგითო. აი ეს. ხო. ხო და არავის არ გაინტერესებთ? აი ეს რა არის? თუ გაინტერესებთ, კითხეთ კომენტარებში და მე შემდეგ ეპიზოდში მოვყვებით. ჩვენი ფოტოა რაღაც ერთ-ერთი კონკრეტული ამბიდან და ხო, არ გეგონოთ რომ რაღაცა უბრალოდ მანქანის ხამები ვართ და მანქანის ფოტო გავაკარეთ. ხო, Toyota Camry-ზე ვგიჟდებით. Toyota Camry-ის ფანი რა. მანქანებში ესეთი მანქანების მოყვარულების ალბათ ყურებიდან სისხლი წამოვიდათ, მაგრამ როცა უფრო Toyota-ს Camry-ის ეგ მოდელი მე მომწონს. ძველი 2009 წლის Camry რაც იყო. ზოგადად Camry ითვლება რომ ძალიან მოსაწყენი ესეთი მანქანა არის. ბებიების კი არა და როგორც არის. პირიქით ძალიან ესეთი სერიოზული მანქანა არის. რო გაგისანი პირველი ეგ მომეწონა რომ როგორი სერიოზული მანქანა ხავს თქო. მაშველების რიმეიკი გამოდის. ეს ტიტული ხალხი რო დარბოდა სანაპიროზე. ტიტული ლამაზი ხალხი. ხო, წითელი საცურაო კოსტუმებით. ყველას გეკრებათ ნანახი მაგისის გამოდის რიმეიკი ახლიდან გამოდის ეგა. და ახლებიდან მე რაც გამიხარდა იყო ლარი დევიდის ახალი შოუ გამოდის. ლარი დევიდ US History Sketch Show. იუმორისტული სკეჩები იქნება. ეს ლარი დევიდი ვინც არის კარგი ენთუზიაზმის შემქმნელი, მაგრამ თუ ლარი დევიდი არის რაღაც კარგი ენთუზიაზმი არ გეცოდინება. მოკლედ ის მაინც ხო ეცოდინებათ ყველას ის მუსიკა. დამ 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 ტარარამ ტადამ ტარამ ტადა. აი საიდანაც არის, ეგ არის ლარი დევიდი. აი ხა კლავიში რომ ედგას ხო დაუკრავდე. ხო. არ არის შეერთებული. და ჯერი საინფელდიც იქნებაო. და
და ამ იმაში მიიღებს მონაწილეობას რაღაცა ტიზერში იყო და ობამასთან ერთად აკეთებს. ობამას თავისთავად პროდაქშენი აქვს წამოწყებული ცოლ-ქმარ ობამებს და ობამას და ობამები და ლარის ერთობლივი პროექტი იქნება. და ესეთი კაი ის გააკეთა კომენტარი ობამამ ეს მომეწონა რომ ჩემი კარიერის საპრეზიდენტო კარიერის განმავლობაშიო ძალიან ბევრ სოფლიო ლიდერთან მომიწია პირისპირ ჯდომა მაგიდასთანო რა თან ესეთ თან ურთულეს და პრობლემატურ ლიდერებთან რომელთანაც რაღაც მორიგება იყო განსაკუთრებული პრობლემაა და ამიტომ გონია რომ ლარი დევიდთან სამუშაოდაც მზად ვარო რა ის ხო ესეთი უჟმური კაცი არის ლარი დევიდი და ეს გამოსწრება დამეხმარება რომ ლარი დევიდთანაც მაგრამ მაინც არ მგონია დიდად დაეხმაროს ხო და ეს არის მოკლედ რაც 26-ში სიახლეები გველოდება ძალიან თუ არ გაგვიგრძელდა კარგია რომელი საათი იყო რომ დავიწყოთ არ მახსოვს საათამდე ვართ მისულები ესეთი იდეა გქონდა რომ აი ეს სამი საინტერესო ფაქტიც რაც იქნება ხოლმე იყოს აი რაღაცა ან ნიუსებიდან გამომდინარე აქტუალური ან თუნდაც დღის თემიდან გამომდინარე აქტუალური რა ესე უბრალოდ რაღაცა რენდომ სამი საინტერესო ფაქტი რო არ იყოს რა კი ბატონო და ამიტომ გადავწყვიტე სერიალებზე სამი საინტერესო ფაქტი ხო დავიწყო და გამოვუშვი პირველი არის სოპრანოს კლანზე ხო სოპრანოს კლანი და ნამდვილი მაფია ხო ანუ ეს სერიალი რო გადიოდა თურმე ნამდვილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები და მაფიოზებიც აქტიურად უყურებდნენ ამას რა და FBI-ის აგენტები რომლებიც რეალურ მაფიოზებს უსმენდნენ გაოცებული იყვნენ ამ საუბრების ჩანაწერებით როდესაც კრიმინალები განიხილავდნენ წინაღამით გასულ ეპიზოდს და ისინი ამბობდნენ რომ ვიღაცაო ჩვენიანი არისო იქო უეჭველიო იმიტომ რომ იმდენათო ნამდვილი არისო ეს დიალოგებიო და ის წესებიო რაც იქ არისო რომ ნუ აი უჭველიო რაღაცა ვინ ეუბნება მაგასო ხო რაღაცა ინფორმატორია და სერიალის ავტორს დევიდ ჩეის ხშირად უწევდა იმის თუკეცება რომ მას ინფორმატორი არ ჰყავდა და ეს უბრალოდ კარგი კვლევის შედეგი იყო ვა რა ცნაურია მე იგივე ამბობი მაქვს მოსმენელი Wire იყო ადრე ძველი სერიალი ხო მოსმენა ხო და ზუსტად მაგაზე რომ FPS ისინი რაღაც ნამდვილ ის ნარკომოვაჭრეებზე იყო ძირითადად და რო უსმენდნენ ისინიც განეხილავდნენ წინა გასულ სერიაში რეები მოხდა და ეხა კიდე მაგარი გითხრა იგივე მაქვს მოსმენელი Wire-ზე რა ერთხელ ღამის 3 საათზე რაღაცა მე მგონი ამ თავარ როლის შემსრულებელი ვინც იყო ჯეიმს განდოლფინი ხო ტონის როლის შემსრულებელთან ზარი განხორციელდა ღამის 3 საათზე. უცნობა მამაკაცმა დაურეკა, რომელსაც ტიპური ნიუ-ჯერსიელი მაფიოზის აქცენტი ჰქონდა და უთხრა ჯიმი კარგ საქმეს აკეთებ, მოგწონ შენ თამაში, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე. დონს არასოდესაც ვიო შორტებიო. და გაუთიშა. ну ამით რაღაცა შეშფოთებულები იყვნენ, ვერ მიხვდა საიდან გაიგეს მისი ნომერი, მაგრამ შემდეგ ეს სერიალშიც აისახა და გამოიყენეს ეს ამბავი სერიალში. ძალიან მოეწონა და სცენარში შეიტანეს მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდში სხვა კლანის ბოსი ტონის ეუბნება. გავიგე შენ სწავლებაზე შორტები გცმია. დონს შორტები არაცვია. და ამის შემდეგ ტონის სოპრანო სერიალში შორტებით აღარ არის უნახავს. ვა ხორ ჩაუждეთ თავიდან სოპრანოებს. მე არ მაქვს ნანახი. მეც წადრე მაქვს ძალიან დიდი ხნის წინ ნანახი და უყუროთ ახლა. ეს ახლა ამ რაღაცებმა დამაინტერესა ესეთი მე მიყვარს ესეთი. სოპრანო ხა ის არის საკულტო არის ხო ესეთი რეალისტური ისე. შეიძლება თავიდან აი რაღაცები გავგითავდება ახლა და სადამ ახლები გამოვა თებერვალი იანვარში. ვა, საგაიფოა. გადავიდე შემდეგზე? დავაი. შენ Starbucks-ის ჭიქის ამბავი იცი Game of Thrones-ში? კი, მახსოვს. ხო, Starbucks-ის ჭიქაზე. ესეთი ვერ მოხდა დღეს რა, Stranger Things-შიც. Under Armour-ის. მაგრამ ეხლა მე ეს ამბავი მეც ვიცოდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მოყვა ამას. ესე იგი 2019 წელს ერთ-ერთ სცენაში დეინერისი ზის მაგიდასთან თანამედროვე ყავის ჭიქა დარჩათ რა, ანუ რა ქვია, მუყავა თუ რაღაცა. ეს რეალურად არ იყო Starbucks-ის ჭიქა. ხო. ანუ იქ სტაფის ხო, კეითერინგიდან აღებული ჭიქა იყო.
და ამ შეცდომამ კომპანიას 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ღირებულების უფასო რეკლამა გაუკეთა. Starbucks? მოიცა, Starbucks ჭიქა არ იყო? არ იყო. აბა ის ჭიქა იყო. ეს გავრცელდა. Starbucks რატო დაერქვა Starbucks? ესე გავრცელდა რა სოციალებში, რომ Starbucks ეთყობა ფერების გამო თუ რაღაცის გამო. Starbucks-ი ჭიქა. Starbucks-ის ჭიქა და ეს იყო ყველაზე მასშტაბური პროდუქტის ისა რეკლამის განთავსება უფასოდ. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მარკეტინგული შემთხვევითობაა ტელევიზიის ისტორიაში. კომპანია Hollywood Branded ის მონაცემებით Starbucks-მა მიიღო 2 მილიარდ 300 მილიონი დოლარის ღირებულების უფასო რეკლამა. ეს არის ანუ მაგდენი დაუждდებოდა რომ მართლა ეგეთი რეკლამა გაიკეთებინა. ანუ ტელევიზიებში, გაზეთებში, რადიოსა და სოციალურ ქსელებში მას ზუსტად ამდენი მილიარდის გადახდა მოუწევდა. სულ რამდენიმე დღეში Starbucks-ი და სამეფო კარის თამაშები ერთად ახსენეს 10,000-ზე მეტჯერ ტელევიზიასა და რადიოში. 48 საათში თითქმის 200,000 პოსტი დაიწერა ამ თემაზე. Starbucks-ის პასუხი კომპანიამ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და იხუმრა. სიმართლე გითხრათ, გვიკვირს რომ Daenerys-მა Dragon Drink, დრაკონის სასმელი არ შეუკვეთავ. ეს რას ნიშნავს, რომ ეთყობა აქვთ რაღაცა? არა, შეიძლება არა აქვთ და გვექნებოდა იქ რომ ხო, ანუ გასაგებია, მაგრამ აბა, რა მაგარია. ანუ მილიარდების ღირებულების რეკლამა გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, Under Armour-ზეც იგივე იქნებოდა ახლა. იგივე იქნებოდა ალბათ, ხო. ანუ Stranger Things-ში ერთ-ერთ გოგოს გამოუჩნდა ლოგო, რომ Under Armour-ის მაისური ეცვა. კლაუზე ქონდა ეს ლოგო და ამ დროს იმ ეპოქაში Under Armour გამოსული არ იყო და ყველა მაგას პოსტავდა, რომ აი Under Armour-ის ლოგო გამოჩნდა. ეგეც კაი უფასო რეკლამა გამოვიდა. კი. ჩვენც აგერ დავარეკლამეთ Under Armour. აბა, ესეთ პოდკასტში ეს პოპულარული. 5 ლარის ის მიემატა კიდე. 5 ლარით გაძვირდა ეგ მონაცემი, რაც იმის 2 მილიარდი იყო. ხო, ოღონდ ის რო წასიათ ვერ თქვი ვერც ერთხელ 2 მილიარდ 300 მილიონი. ესე. შემდეგი. SpongeBob-ის ხმა. და ფიზიკური ვარჯიში. ამ ხმის გახმოვანება შეიძლება მარტივი გეგონოთ, მაგრამ ღრუბელი ბობის ხმა ნამდვილი ფიზიკური გამოცდა არის. ღრუბელი ბობი. მაგალითად, Tom Kenny ბობის სიცილის ეფექტს ყელზე ხელის სწრაფი დარტყმით აღწევს. ანუ ჩაწერის დროს ეს იმდენად დამღლელია, რომ მას სპეციალური ვოკალური ვარჯიშების გაკეთება სჭირდება, რათა იოგები არ დაუზიანდეს. ხო, ანუ ვისაც მეც მარტივი ხა, აი თუნდაც Stranger Things-ში ვეკნას ის თავისი ხმით ლაპარაკობს. ეს იყო სამი საინტერესო ფაქტი, მაგრამ ეხლა რახან ახალი წელია, ბონუსი გვაქვს. ოჰო. 1995 წელს არსებობდა სიტკომი, რომელსაც ერქვა Muscle. მართლა? კუნთი. და სერიალი იმდენად ქაოტური გამოდგა, ანუ ერთი სეზონია რა, რომ როდესაც მისი დახურვა გადაწყვიტეს, ფინალურ სერიაში ყველა მთავარი პერსონაჟი ერთდროულად ამოხოცეს. საერთოდ ეს ახალწლო ის აქვია ბონუსი. მოგეწონა? საინტერესო ფაქტები. Very interesting. რომელი მოგეწონა ყველაზე ძალიან? სოპრანოები მომეწონა. იმიტომ რომ ხან მიუხედავად იმისა, რომ Wire-ზეც მქონდა ეგეთი გაგებული, ანუ ის რომ მე ესე გამოიყენეს ეს ამბავი და გადათარგმნეს სცენარში ჩასვეს, ეგ მომეწონა კაი ამბავია. რა გვაქვს შემდეგი? შემდეგ გვაქვს ჩვენი კრინჯი ფოტოები. დავიწყო? ჯერ მე გაჩვენო? მაიდა. ეს საშინელება. ეს ამონათდება, ეხლა არ გეგონოთ რომ. რა ხდება? ეს არის. ეს გიდევს Facebook-ზე? ეს მე ანუ დავდე. როცა გადამიღეს მაშინ. ეს არის ჩემი მეგობრის დაბადების დღე. და დაბადების დღიდან რომ გამოვედით, ეს გადავწყვეტეთ, რომ ბოცებში რაც ღვინო იყო დარჩენილი, უნდა დაგველია. და მეც გადავწყვეტა ესე, რომ ბოციდან შეიძლებოდა რომ ღვინო დამელია. ამის წლის ხარ? 22-ის. თან საინტერესო ისაა, რომ კაი დალიე, დათვერი
ჯანდაბას კარგი, მაგრამ მეორე დღეს რომ ფოტოს ნახავ და მოგეწონება და დადებ. აი მანდ უფრო არის პრობლემა ჩემი აზრით. ხო, მეც ეგეთი მაქვს დაახლოებით. ანუ მიზეზი რომ რატო დავდე ეს. ხო და ეხლა რა თქმა უნდა იმაზე only მიზე მაქვს გადატანილი. მაგარი only მე არის პოდკასტში გამოვაჩენე და მე ეს ამომიგდო მემორი. ხო და აი ძალიან დებილი ის არის ფოტო არის. აბა. კაცამონათება. 2 იანვარს აი ფოტო რატო დავდე? ვის რა შეინტერესებდა? 2 იანვრის მემორი არის. რომელი წელია? 2014. ხო, ეს ჩემი ფოტო არის 2015 წლის. 12 წლის წინ რა. აი რა, ან რატო დავდე, ან ჯერ ეს მაცვია პერანგია ესა. ეგეთ აი მეზიზღება ეგეთი პერანგი სამსახურის მუკლიმკლავიანი პერანგები რო არის. აი როგორი ფოტო არის, იცი რაღაცნაირი, აი ჩვენი შობლების თაობის იმათ რომ მოეწონებოდათ. ხო. ხო და ესეთ ფოტო გადავწყვიტე რომ დამედო. აი რო გააზიარებდნენ. ხო, ის ჩემი ბიჭი არა. ხო, ანის caption-ი, ანუ წარწერა რაც აქ ან იგრას ნიშნავს. ფოტოშოპიაო ამბობენ, მაგრამ არ მჯერა. ხო და რა ვიგულისხმე მაგაში არ მოხსნა. არის ფოტოშოპი. ანუ ალბათ ისეთი სიმპათიური ხარ რა ფოტოშოპიაო ამბობენ. რატო ვარ ესეთ სიმპათიური ვარ? ანუ ეგეთი რო იყო ფოტოშოპია საჭირო? არ ვიცი, მოგეთ არ მახსოვს რა ვიგულისხმე და აუ კომენტარები რა იყო, მაინტერესებდა და დასხდინულია თურმე. კომენტარები? ალბათ რაღაცა ძირთად ისეთი დასაცინი კომენტარები მეგობრების ხედავ. ეს ტრადიცია ხო არ იყოს ამ კრინჯების დადება. გვახსოვდეს საიდან მოვდივართ რაღაცა დავარქვათ. ხო, კი ბატონო. გვახსოვდეს საიდან მოვდივარ. მემორიდან ამოღებული ისინი უნდა იყოს მაშინ. აუ მემორიდან ამოღებული რამდენი სტატუსი წამიშლია, იცი, მემორიში რო გიკეთებს, რო წაშალო, რომ აი მომავალწეს ესეთი კრინჯობა აღარ ამოგიგდოს და აღარ დაინახო რა დეგენერატი იყავი. სხვათა შორის მე აღარ ვშლი ხოლმე. მე წამიშლია ამდენჯერმე ეგეთი, მაგრამ არ ვშლი, იმიტომ რომ კარგია რომ ყოველ წელს გაგახსენოს რომ დებილობებს იძახდი. რატო არის კარგი? ხო აღარ ახარ ეგეთი. ობიექტურად შეხედო საკუთარ თავს რომ სისულელები სხვას თუ რაღაცა სისულელს იტყვის და შენ გაიფიქრებ აი ეს სისულელი რა მათქმევინა, გაგახსენდეს რომ სისულელებს ხო შენ ამბობდი ხოლმე. ანუ სხვების მიმართ არ იყო ისეთი კრიტიკული. და ამბობდი ხოლმე და შეიძლება ეხაც ამბობდე ანუ. ხო, მაგითო. ხო ის რაღაცები არის, მაგალითად 1-3 წლის წინაც არ ვაკლებდი. ხო. ხო და ამიტომ ყოველთვის სხვის განკითხვას ჯობია შენ თავი განიკითხო. გაჯაჯვას. ხო, შენ თავი ხო, მაგრამ მე არ განვიკითხავ არავის არ განვიკითხავ და არავის არ ვაკრიტიკებ. ეს არ არის მართალი. ძალიან ბევრ ადამიანს განიკითხავს და აკრიტიკებს, ოღონდ ისე თავისთვის ან მიმართ პირში კი არა. ანუ შენ რა გინდა თქვა ხარ რომ ზურგს უკან არა ვისი გაკრიტიკებაც მინდა პირში ვაკრიტიკებ არა მაგას კი არ გეუბნე მაგას კი არ ვიძახი ეგრე გამოდიოდა არა აი ამან რაღაც თუნდაც მანქანაში ვზივართ ხო ნახე სად გადადეს ნახე იმ როგორ გააჩერა მანქანა რა დეგენერატია ეგ არ არის კრიტიკა რა თქვა ეს აი ეს როგორ შეიძლება დაიგებოს და შენთვის ამბობ ხოლმე იმათ რა თქმა უნდა არ ეტყვი მაგრამ ქუჩაში რო შუა გზაზე ვიღაცა მანქანას აშერებს ეს არ არის უბრალოდ რაღაცა კრიტიკა ეს არის რომ უშლის ხელს მოძრაობას რომელიც ისედაც პრობლემურია რაღაცას წერს რაღაცას ამბობს ამ ხშირად ამბობ ხოლმე რომ ახლა დებილობა თქვა როდის ვამბობ ხშირად აი ხა სხვა მექნება მოწერილი თარიღები რა აზრი მაგ შეკითხოს არა სხვა რაღაცა არის რა აი ხა მაგალითად ხა დებილობას რო იტყვის მართლა შეიძლება რომ თქვა რომ დებილობა თქვა მაგრამ კრიტიკა ესეთი აი რაღაცა ჩაცმაზე ვიღაც მაგალითად რომ ნუ აი რააცვი ხა არასდროს არ ვამბობ ხა ეგეთ ხوار დაგწყა ცოტა ამებს რო იძახი აი აღარ მინდა ხო და ამიტომ კარგი არის არ წავშალოთ ჩვენი კრინჯობები მემორიდან ჯობია იყოს კრინჯობა ქართულად როგორ იქნება სამარცხვინო არა სამარცხვინოს რაღაცა სასირწყვილო არა კრინჯობა არის უხერხული გადავიდეთ თამაშზე გადავიდეთ
თამაში გვაქვს ესეთი. საერთოდ მოსწონსნედა ჩვენ მაყურებელს ეს თამაშები, თუ ამოსაღებია. აი გვეტყვი. ეგეც მითხარით ხო, იმიტომ რომ არავის არაფერი არ თქავს. არა, მე მგონი იყო ერთი კომენტარი. კი, შენ დაგიწერე სხვათა შორის. თამაში კაიაო. ჭინჭყლი ჯაფა. ხო, ესე იგი მოწონთ. ჩავრთოთ ყურსასმენებში მუსიკა. მე ერთი-ორი კომენტარიც. ეს ყურსასმენი, ამდენი ხანი შეიძლება დაждდეს უცებ. ამდენი ხანი არ ჩამე. ერთი-ორი კომენტარიც დავიკითხოთ ჩვენი. ხო. რა ჩავრთო? ისეთი boxes playlist-დან რამე. რამე ხმამაღლა რო არ გესმოდეს. არა, თან ისეთი რომ ბითი, ისეთი აქტიური ბითი უნდა კონდეს, რომ სიჩუმე არ. მე ვკითხულობ ჯერ ესე იგი ეგრე გამოვიდა. არა, ჯერ მუსიკა ავარჩიო და ჩავრთო. და გავტესტოთ შენი ლაპარაკი ისმის თუ არა. 1 2 3 4 5 6 7 8. ხო, არაფერი არ მესმის. არაფერი არ გესმის. ჩართული გვაქვს Rammsteinis Deutschland. და დრო რამდენი გვაქვს? 1 წუთი. 1 წუთში ჩართავ ტაიმერს და 1 წუთში უნდა გამოვიცნო რას ამბობ. ხო. ჩაერთო. წყალმცენარე. წყალმცენარე. გაიმეორე? წყალმცენარე. წყალმცენარე. ვა, წარმოდგენა არ. რამე თქვი? მე თქვი? წყალმცენარე. კალმისტარი. წყალმცენარე. წყალმცენარე. თქვი ხოლმე. წყალმცენარე. წყალმცენარე. ვა, ვაფშე ვერ ხვდები რა შეიძლება. რამე თქვი ვერცე. ესე ამბობ ხოლმე ცხოვრებაში? თუ სპეციალურად აკეთებ ტუჩებს ესე. წყალმცენარე. არა, ჩვეულებრივად. კალმისტარი. კალმისტარს ამბობ შენ არის სიო. შენაგეს ფისკალ. სხვა თქვი, წყალმცენარე. 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 სალამი სადარი. სალამი სადადეო, სალამი სადარიო. გავიდა დრო? კი. თან ყურები მტკივა. მეგონი ძალიან ხმამაღალი მქონდა ჩართული. რას ამბობდი? წყალმცენარე. წყალმცენარე? ანუ ვერ ავიღე ქულა. ვერა. პოდკასტი მუსკულები. არა. პოდკასტი მუსკულები. პოდკასტი მუსკულები. ვა. რომ ხმაზეა თამეთკი და. ორი სიტყვა იყო თან. ხო, წყალმცენარეც ორი სიტყვა არის გადაბმული უბრალოდ. კარგი. 1-0. ოჩახ. მედი. მწვრთნელი. მწვრთნელი. კიდე? მწვრთნელი. კიდე? მწვრთნელი. რაღაცა ვერსიები თქვი. რაღაცა ამბობ, აი, ტუჩებს არ ამოძრავ საერთოდ. მწვრთნელი. რამე ვერსიები? მს პირველი, არ ვიცი. მწვრთნელი. მწვრთნელი. ვერ გავიგე, მსხვილი? მწვრთნელი. აი ზეგეთ. რა გავიგო? ვაფშე არ ამოძრავ. მწვრთნელი. მწვრთნელი. მისთვის არის. მწვრთნელი. 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 მისტიკა? მწვრთნელი. მწვრთნელი. მივასწარი. მწვრთნელი. მწვრთნელი. მივისწრაფი. მწვრთნელი. მწვრთნელი? თქვი? მწვრთნელი. რაღაც უფრო დიდი ხანი ამოძრავებდი ტუჩებს და ხანელა ვთქვი, ხან ჩქარა ვთქვი, ხან ესე ვთქვი, ხან ესე ვთქვი, ვერ გაიგედა რა უქნა ახლა. წავიდა დრო. დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა. ნამცხვარი? არა, დამოუკიდებლობა. ნაფეტრები? დამოუკიდებლობა. 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 ვიცახე სიტყვები. დამოუკიდებლობა. საავადმყოფო? არა, დამოუკიდებლობა.
დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა. ცოტა კარგად ამოწრავ. დამოუკიდებლობა. 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 რა იყო? დამოუკიდებლობა. ოჩახ. ანუ მე ესე იგი მე უფრო კარგად გამოთქმით ამბობს სიტყვებს. იქნებ მე უფრო კარგი ინტუიცია მაქვს. ხო, ინტუიციაზე ეს თამაში. ეს იყო ვისაც ქართული. მან შანსი არის გაგების ისე მირტყავდა ყურებში თავი მეტკინა. დაგვრჩა მაყურებლის კომენტარებს წავიკითხავ, გადავხედოთ და მე რჩევები, ხო? ხო, და რჩევები. დავამთავროთ. მადლობა პირველ რიგში, ვინც კომენტარებს გვიწერთ. კი, მის ნახეთ. ისო დავწერეთ აპინული კომენტარი რა მიზნები გაქვთ და მოლოდინამიროთ 6 წელსო, რაღაცა დაწერე კროსფიტის დაწყება და თამბაქოს გადაგდებაო. უი. ბატა, ესე ქვია. ბატა, თუ გიყურებ, აუცილებლად დაიწყე კროსფიტი, თამბაქოც აუცილებლად გადააგდე. კი. კროსფიტი ჩვენ გირჩევთ. კვაშოსთან, ირაკლი კვაშილავასთან ოქტოპუსში. არ ინანებ, შედეგი თუ გინდა, არ უბრალოდ ინანებ, მაგრამ შედეგიც დაიდება სამაგიეროდ. იმიტომ რომ ყოველ ვარჯიშზე ნანობ მე პირადად კროსფიტი რა დავიწყე. შუა ვარჯიშის დროს სულ მაქვს ეს ფიქრი, არ არსებობს რა გამოს რომ რა თმინდოდა ეს. ამავდროულად გუშინ მაგათად კაცების ლაივზე ვიყავით და მაღალი სცენა არის და აი იმ სცენაზე ჯამპებს ვაკეთებდით. ვინც იცით, ანუ ბოქს ჯამპების იმიტაციას ვაკეთებდით, ხო და მოკლედ წარმატებები და აუცილებლად დაიწყე და აუცილებლად თუ დაგჭირდება კვაშოსთანაც შეგვიძლია დაგაკავშიროთ. კი ბატონო. ესე იგი, აი რჩევა, თუ არ ვიცი რა არის. სალომე 93-59 გიყურებთ, გულშემატკივრობთ, რაღაც აკლია მაინც, თითქოს დინამიკა. თემიდან თემამდე ნელა გადადიხართ მგონი, ან ჯერ ვერ ვხვდები. ჭამაზე ერთია, პლუს თუ ვიცი რომ კარგი საჭმელები დამხვდება, მიზანიც ეგ მაქვს რომ ბევრი ვჭამო და მაგიტომაც ზოგავ თავს ეს რჩევაზე. შენ რჩევა რო იყო რომ სუფრაზე წასვლოდა ცუდად ჭამეთ. რო იქ არ გადაძოვო. ხო, თემიდან თემაზე ნელა გადასვლა არში რა იგულისხმება? ანუ თემა არის გრძელი თუ ხო, ალბათ პლურიბუსივით გამოგვდის. ვეცდებით ჩქარჩქარა გადავიდეთ. ზურა ფიროსმანიშვილი, კარგი იყო პოდკასტიც და მუსკულებიც. ეს შენს პოდკასტზე იყო, მე რო ვიყავი. გულწრფელი საუბარი და კარგი იუმორი არის ის, რაც აუცილებლად მოიტანს გამომწერების რაოდენობასაც და სპონსორებსაც. დღეს YouTube-ზე ფასობს გულწრფელობა, ხალხი დაღლილია ტელევიზორებიდან წინასწარ დაგეგმილი ემოციების ყურებით. ასე რომ გული არ გაიტეხოთ, განაგრძეთ და შედეგიც მოვა. თუ არა და ცოტა ვიყოთ და ნაღდები. ჩვენის ხალხი ვართ, თან რო ინტელექტუალური იუმორი მოგწონს და თან ვანაძორები. აჰა, მე მგონი ზურას კომენტარი იყო კიდე. და დავპირდი იქნა გაქცენ პასუხს თქო ის კაცებზე რო იყო. ფოტოებს ატუარტოვებთ ნიუსის დროს. ხო, შეიძლება. ხო, მე მგონი ასევე ზურა მიკითხა ეგა. მოგეთ თუ ზურა არ იყო, ვინც იკითხა, იმას გავცენ პასუხს. ხო. რომ აი ხშირად არის რომ ნიუსების დროს ფოტო დატოვეთ და ფოტოს ტოვებთ ხოლმე, ან ვიდეოს იმ შემთხვევაში თუ იმ ფოტოზე და ვიდეოზე საუბრობენ ხოლმე. ეს ცოტა უშნოთ არის რა გრაფიკაში და ხა მაგათად ახსენეს რომ რაღაც ამ წელს დაიბადა ნაპოლეონი. ხო. და მე რაღაცა თუ ფოტოზე ალბათ ნაპოლეონის ფოტო სულ რატო უნდა იყოს? ხო. მაგალითად, ანუ თუ ვთვლით რომ იმ ხუმრობის გასაგებად იმის ყურება აღარ არის საჭირო, მაგრამ ვაქრობთ ხოლმე, იმიტომ რომ ვიზუალურად ცოტა ეს არის კუთხეში ამონათებული ფოტო, ეს არის ყოველთვის თან კადრი როცა იცვლება, მეორე კადრზე ეფარება ჟანელას ხოლმე ის ფოტო და ამიტომ ესე ვიღებთ გადაწყვეტილებას რა. ხო, ეს კაცებზე არის ლაპარაკი. კაცებზე არის ლაპარაკი, ხო. კარგი, მადლობა. კაცებში ატუარტოვებთ ხოლმე ფოტოს, ხო და დატოვებული რო არის, მე ჟანელას მოჭრილია ნახევრად, თავი უჩანს სხვანაირად და რაღაცა, ამიტომ. მადლობა მომწურავი ეს პასუხის. ლადო გელენიძე, გასაბსქრაიბებთ და გალაიქებთ. უბრალოდ ამ ვარჯიშზე იმდენს ლაპარაკობთ, შეიძლება განვასქრაიბო. თუ ზედმეტი მოგვდის,
უკაცრავად, მაგრამ არ მგონია რომ ბევრს ლაპარაკობდეთ ვარჯიშზე. ხო, ანუ რაც იდეა ჩვენ გარშემო რაც ხდებოდა, ასეც ვაკეთებთ და რაც არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, იმაზე ვსაუბრობთ ახლა ვიცი. არა, იცი რა, ბევრად დიდი ნაწილია ვარჯიში ჩვენი ცხოვრების, ვიდრე აქ ვლაპარაკობთ. ხო, გაცილებით. ასე ხ მაგალითად სერიალებზეც ხშირად ვლაპარაკობთ. ბევრად მეტს. აი 10-ჯერ მეტს. ხო, რა ვიცი, შეიძლება. არა, აი დღევანდელ გადაცემაშიც მაგალითად კომენტარს ეს ალფიზი გამეცინა უკაცრავად. კომენტარის გამო წამოვჭერით კროსფიტის საკითხი, ხო? თორე აქამდე არც გვიხსენებია. მოკლედ, ვეცდებით ნაკლები ვილაპარაკოთ თუ არ გსიამოვნებთ. ხო, რა, როგორც მოიტანს თემა, ისე უნდა ვისაუბროთ, რა, სპეციალურად ვერ შევიზღუდავთ თავს. ხო, ჩემი ბიძაშვილი მიწერს კომენტარს. წინაზე რეკლამას უკეთებდი ჩემ ბიძაშვილს და ფიქრობ, რითი გადაგიხადო სამაგიერო, სოფო. უფრო დიდ ვოისებს გამოგიგზავნი ხოლმეო. და სადმე მართლა გამაკარეთ ან მინიატურული სკამი ჩემი ფოტოთი რო ჩასვათ შუაშიო. არ არის ცუდი იდეა, აი სამის მაგივრად. აქრო. ხო. ხო, მოკითხო. ხო, ზითათ ესენი იყო, მადლობა ყველას, ვინც დააკომენტარა. გარი კიდე რამეს იცაკეთოთ გინდოდა? წინაზე ასე რომ ვთქვი, რომ ჩემ ბიძაშვილს ვახსენებდი და მე გავიხუბრე რჩევებში ხوار ამოვანა თუ მეთქი ჩემი ბიძაშვილი. თქო და ერთ-ერთი კომენტარი იყო, მე მგონი ეწერა ძმა მყავს უცოლო და სოფო ამოანათეთო. ხო და ესე ხა უხერხულია მისი ნებართვის გარეშე. მაგრამ სოფო ჯიბლაძე შეგძლია. ზოჯოთ და ნახოთ ძალიან კარგი გოგო არის. ლამაზი, განათლებული ჭკვიანი და ამის ნებართვაც გააქვს რომ მაგას ამბობ? არა. რო ბაზრებ სოციალურ ქსელს. დაწუნებული ხარ არ გაგიბრაზდება? სოციალურ ქსელს არ ვუბაზრებ, სახელი და გვარი ვთქვი უბრალოდ. მის კომენტარებსაც რო ვკითხულობ, ჩანს მის სახელი. ხო, ეს YouTube-ზე და არა Facebook-ში ან Instagram-ზე. არ გამიბრაზდება. კითხე მაინც. კარგი, გადავიდეთ. მე გამიბრაზ, არ ჯობია ბედი გაეხსნას ვიდრე ზოგადად არ მჯერა ეგეთი იმის, რა, გარიგებების და მაჭანგლობების. რა იცი რა ხდება. გადავიდეთ რჩევებზე. გადავიდეთ. შენი რჩევა? ჯერ ჩემით დავიწყებ არასერიოზულით და მე შენ. ისევ არასერიოზულით ხარ? ხო, არა ინტელექტუალურით. კარგი. გარდა დღეს მოდაზე ბევრი ვილაპარაკეთ. მაშინ გავჭრათ და ისე ვაჩვენებ, შემოვიტანო სტუდიაში. აი ეს არის გაჭრა დასრულდა. გაგზელდა პოდკასტი. აი ეს ახლა ზედა რაც მაცვია. ამიქნება მის ფოტოს ვიპოვო და მოვანათებ. ესეთი ნაჭრის ზედა ვიყიდე პირველად. ჰუმელში ვიყიდე. და რატო გირჩევთ ამის ყიდვას? იმიტომ რომ ძალიან ყინვები დაიწყო და აცივ და რაღაც ისეთი თბილი ზედა მინდოდა, რომელსაც დუტის ჟილეტი შიგნით ჩავიცმევდი. დიდათ არნობას კურტკები მიჩნდა დუტის ჟილეტი, უფრო თავისუფლად გძნობ ხოლმე თავს და ეს რო ვიყიდე, ისეთი კარგი რაღაც გამოდგა, რომ იმის მე ყოველ დღეს მაცვია. რამდენიმე დღე ვიყიდე და ანუ პოდკასტში ზამისჩაც მოუნდოდა და მე ვთხარი შავი არ ჩაიცვა მეთქი და ხო. ხო, შავი სულსულად გამოჩნდებოდა და მოკლედ აი ესეთი ზედა არის ფოტოს ამოვანათებ, ალბათ ვიპოვი სადმე და რასაც არ ველოდი და მეგონა რომ ძალიან ცხელი იქნებოდა. და როგორ ახერხებს არ ვიცი, მაგრამ ტემპერატურას ინარჩუნებს ერთნაირად შიგნიდან. გუშინ მაგალითად ღამე ხო იყო ყინვა, მინუს რაღაცა რამდენი იყო, -5 მინიმუმ ხო იყო. გარეთ ვიდექი, ოფისიდან გამოსული ვიყავი და არ მციოდა. საერთოდ ესე მოძრაობდი მაგალითად და შიგნითაც რო შევდიოდი სითბოში, არც ცხელო და შიგნით. დუტის ჟილეტი შიგნით გინდოდა ჩაცმა და დუტის ჟილეტი საერთოდ არ დაგჭირდა. ჟილეტიც აღარ ვიცი, ხო და როგორ ახერხებს ტანსმელი არ ვიცი, მაგრამ შიგნითაც და გარეთაც აიხაც რომ აცვია, დიდად ცხელად თქო, რო გითხრა არა და ამითივე შემიძლია გარეთ გავიდე. მოკლედ, კაი რაღაცა არის და გირჩევთ რა. კაი ჩასაცმელია, სავარაუდოდ ეს თელი ზამთარი ეს. არა, ხა მართლა სერიოზულად. მართლა ეს მეცნობა თელი ზამთარი. ხუმრობის გარეშე მე კი მეცინება, მაგრამ ესეთი რჩევი მართლა ეს არის. მეც მომინდა ეგეთი რა. ძალიან კომფორტულია ხა რეალურად. კარგი, დამთავრე? ხო, და რაც თავარია. ჰუმელში ვიყიდე. ესეთები რაც მინახავს, რაც ღირს ხოლმე, ცოტა ისეთ ბრენდებს არ დავასახელებ ახლა ისეთ ბრენდებს, ეს ბევრად იაფია იმათთან შედარებით. ხო, 200 რაღაცა არ იღებდა. ხო, ანუ
ესეთები რომ მინახავს რაღაც ბრენდების რომ ღირდა რაღაცა 500 და 600 ლარი კი ბატონო ხო დრესაპის ბარათზეც რამე ფასდაკლებად თუ გაქვთ ხო ეგეც შეიძლება და მოკლედ ზამთარში გამოგადგებათ რა ზაფხულში აღარ მაგრამ ზამთარში გამოგადგებათ ხო იქნებით თბილად და არ გაცივდებით ჯიბეებიც აქვს ეს შეიძლება ხელებ ჩაიწყო და დაჭდა აბა გისმენთ ეგრე იჯდები ესე ვიჯდები აქ ჯიბეები და გამოვიყენებ ვინაიდან და რადგანაც ჯერ არ გადასულა დღესასწაულები და ქართველებმა ყველაფერი 2-2 და 4-4 ვიცით ვინაიდან და რადგანაც არ მევასება კიდე ის ხო ჯიბე სუბიექტური აზრი და მეორეა ვინაიდან და რადგანაც გეუბნები მართლა ამოაჭრევინებს მალე ჩემ თავს გამაგდებს სამსახურიდან მალე ერთი გამოიყენე ხოლმე ან ვინაიდან ან რადგანაც კაი ბორჩი რაღაცნაირი ხდები მაგას რო იცმე რაღაცნაირი ჯაჯღანა ხო ეგეთია შენთვის იხარ და შიგნიდან გარეთ ხალხს განსჭი შეგინით კარგად ხარ და მოკეთ რადგან წინ არის კიდევ დღესასწაულები შობა მოდის ხო ძველთა ხალწელი ხო ამას ვუდებთ ამაღამ არის შობა ხო შობა დგება ძველთა ხალწელი მოდის კიდევ აქტუალურია საახალწლო ფილმები საშობაო მულტფილმები ზამაკოტრიალება გემრიელი ორწყობილები ხო განწყობა რაც თავარია მას ჩვენ ზედმეტი მოგვიდა ახალწელს ხო და მინდა ურჩიო მულტფილმი კაი საოჯახო კარგი როგორც ბავშვებისთვის ძალიან კარგი ისე ზრდასრულებისთვის ხო ანიმაციური ფილმი რა უფრო ისე თან ფილმიც არის მართლა მაგარის ხო კი შემოყევი ძალიან საყვარელი ძალიან ისეთი აი დიდსაც რო დააფიქრებს ჩააფიქრებს რაღაცებზე ეს არის კლაუსი რომელი production-ის არის არ ვიცი ოღონდ Disney არ არის ეს არის მე მგონი იმისა Despicable Me-ს გააკეთა იმისი არის ბევრ პრიზებზე იყო ნომინირებული როგორც მახსოვს მე შენ მთხოვე რომ მომეძებნა და დამავიწყდა და აიხავე შევალდა ხო რაღაც Spa Studios არის ეგეთი რა Netflix-ზე არის გადმოწერა არ ჭირდება ვისაც Netflix-ი გაქვთ ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ J.K. Simmons-ი მაგალითად რაშიდა ჯონსი ჯეისონ შვარცმანი და ასე შემდეგ მოკლედ აი რაღაცა უბრალოდ ესე ნორ მაკდონალდი ხო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომიკოსი აი უბრალოდ რაღაც მულტფილმი არ გეკონოთ რა მართლა ძალიან კარგი შინაარსი აქვს ძალიან კარგი სტორი ძალიან კარგი დრამატურგია ხო ესეთი მულტფილმისთვის უჩვეულო და მოკლედ ნახეთ 8.2 აქვს IMDb-ზე ხო ძალიან მაღალია 95 Rotten Tomatoes-ზე კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია ბევრს იცინებთ დარწმუნებული ვარ ცრემლებიც მოგადგებათ ხო რაზე არის ტყვი სინოფსის არის ტყვი თუ არ გიყავს სინოფსისები თქო არ მიყვარს ხო რა ვიცი ბაფტა აქ მოგებული მაგრამ ნუ კლაუსი ქვია მულტფილმს ხო საშობაო ძალიან კარგი აი ზღაპარი არის რა ესეთი ჩაოლებრივი მულტფილმი კი არის როგორც Despicable Me ანუ აი რაღაცა ძალიან ლამაზი ზღაპარია და იმ ზღაპარზე ეს ანიმაციური ფილმი გაკეთებული რა კი ჩემი აზრით ცოტა ისეთი არის ორიგინალური იდეა არის ძალიან სცენარი ანუ არაფრიდან არ არის აღებული არც ნაწარმოები არც მოთხრობა ანუ ამისთვის შექმნილი არის რა კი და ჩემი აზრით ცოტა ისეთია დიდების მულტფილმი არის რა თქმა უნდა ბავშვებმაც შეიძლება უყურონ და ძალიან საყვარელი მულტფილმი არის მაგრამ უფრო ესეთი არის ხო რაღაც პრიზებიც მოგებული აქვს და მათ შორის ბაფტაც როგორც საუკეთესო ანიმაციური ხო მოკლედ გირჩევთ ამონათდება ალბათ უკვე ამონათდა ლამაზია განსხვავებული ანიმაცია რაღაცა თან ხელით ნახატია და თან რაღაცა 3D ეფექტები აქვს და მოკლედ რაღაცა ანიმაციამაც დაიმსახურა ისინი ქებადიდება როგორც წავიკითხე მე ან ტექნიკა ხატვის ხო მოკლედ ესეთი ის არის რა ისტორია რეალურად სანტა კლაუსზე მოკლედ რეალური ისტორია სანტა კლაუსზე ეს მაყურებინა და უერთდები ამ რჩევას კმაყოფილი დავრჩი
აი ძალიან მინდა რომ ნახოთ, ვისაც არ გინახავთ. ხო, და ისეთი საოჯახო არიან ბავშვებთან ერთად რომ შეგიძლია უყურო. კი. ეგ თქვით უკვე? კი. კარგი, მადლობა ძალიან დიდი, ვინც დარჩა ბოლომდე გვიყურა, განსაკუთრებით ერთგულ მაყურებელია ესეთი ადამიანი. მადლობა, ვინც დასაწყისშიც გვიყურა. მადლობა იმ ხალხს, არავინც პირველი 30 წამში დაგვტოვა. აი 30 წამიდან ვინც გადმოგწდა, ყველას დიდი მადლობა. მადლობა დიდი. ხო და გილოცავთ კიდევ ერთხელ შობას ძველთა ხალხს. გილოცავთ, მრავალს დაესწარით, წარმატებული წელი ყოფილიყოს. 2026 რეები მოხდება, გეკითხარით და აცი თქვენ იცით, პროგნოზები უთხარით. ჰოლოდინები და აცი ჩვენ ვიცით და ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით, მადლობა. გამოიწერეთ და გავუწყდეთ. გასვლისას მიატყით გამოწერას. დამ 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 ტარარამ ტადამ ტარამ ტადა. აი, საიდანაც არის